მოგესალმებით YouTube მაყურებლებო, აჩვენებს თბილისი კი არა და იფსუ ტრადიციულად. როგორც ხედავთ, ახლა შუაში ვზივარ, პირველად ჯერჯერობით, იმიტომ რომ ორი სტუმარი ყავს, როგორც იქნა, ანუ მე დიდი ხანი ველოდი რომ ორი სტუმარი მყოლოდა, მაგრამ ზოგ ტრენერს არ ეცალა, თან ახან ზაფხულში ვიწერ ზოგი ქალაქში არ არის და ნუ ვერ მოხერხდა რა და როგორც იქნა, ახლა ორი სტუმარი ყავს, ჟურნალისტები გვეწვიunen. ნუ სტანდარტულად ჩემი კოლეგა ტრენერები ჟურნალისტიკის დარგში და ასევე თანა უნივერსიტეტელები, სალომე კევლიშვილი და მარიამ ლეთოდიანი. გამარჯობა სალომე. გამარჯობა. გამარჯობა მარიამ. ჰაი. აღელვებულები ხო არ ხარ? ჟურნალისტები ხართ და კამერებთან მუშაობაზე ხო. პრობლემები არ გექნებათ. ხო, ნუ რახან უკვე ეს შეიძლება მეორე ეპიზოდია, შეიძლება მესამე. ცოდვა ბარემ გაჟღერებული ჯობდეს რა ქვი გამხელილიო და ნუ თუ დაიდება მეორე დაიდება თუ რა თავიდან ჩაიწერება მაგაზეც არ არის პრობლემა მეჭება ხო რა ზოგადად გათვლილი არა მაგრამ იმდენი ეპიზოდი გვაქვს რაღაც რამოდენიმე ჩაწერილი მაინც თავს იწვევ ჩვენ მაინც პირდაპირებად უშუალოები და მაყურებელთან გვაქვს იმ სამ ადამიანთან უშუალო კომუნიკაცია არა ჩვენ ხო გავზარდეთ რაოდენობა მოემატა კი ხო რამოდენიმე დაგვემატა კიდე კონკრეტულად ამ ეპიზოდს ჩვენებს არ ვიცით სანამ გადავალ ახლა მთავარ თემაზე მარიამ იყო პოდკასტის კლუბის პრეზიდენტიც ამიტომ ეხა ერთ-ორ სიტყვას მიმოვცვლი სალომე ბარე მარიამთან რაც აქ უნდა მეთქვა და მანამდე არა რომ ნახე ეხა პოდკასტის მაყურებელი ხო კი რეიტინგული და ის არ ყავს მაგრამ ეს არის ჩვენი მოთელვითი პოდკასტი რა რომ TikTok-ის ის ნახეთ უკვე სეზონის დახურვაზე სეზონის კოლების რომ იმაზეა ასულია პიკზე და ცოტა YouTube-ის ისიც რომ გაგვეზარდა რა ამიტომ ნუ ზაფხულში ცოტა რომ იმას ვქნათ შევახუროთ თან კარგი თემა არის ჩემი აზრითაც და სექტემბრიდან უკვე ვიწყებთ იმას რა ქვია ყოველკვირეული პოდკასტის ჩაშვებას ასე ვთქვათ რომ დავლონჩოთ რა რომ ეს იქნება ყოველკვირეული მიმოხილვა რა ასე ვთქვათ სტუმარი იქნება რა ლექტორების მოვლენ სტუდენტების თქვენ დაგიძახებთ კიდევ ერთხელ და ანუ ყოველ კვირას კვირის ბოლოს ჩავწერთ ხოლმე რა მოხდება იფსუში ახალი ან საქართველოში ახალი ან სოფლიოში ახალი რაზეც შეგვიძლია კომენტარი გავაკეთოთ და ვისაუბროთ და საინტერესო თემა რაც იქნება და ყოველ შაბათ კვირას რაღაცას დავუდებთ ხოლმე გიორგის დავუმატებ ახალ საქმე ავცილებლად და ნუ მაგაზე ვისაუბრეთ და ეგ იქნება უკვე ჩვენი მთავარი პოდკასტი რა ნუ ეს პოდკასტების სერია რომ შევახუროთ რა ამიტომ ჩავაბარე ბოსს ისა შვენიერი ეს ჩარჯდება ვიდეოში? კი, ვარ ასეულს კაცო, რომ ეს წარმატებები გულწრფელად გამიხარდა, ცოტა უცნაურია ახლა. საერთოდაც მოგესალმებით, მეგობრებო, პირველ რიგში. ცოტა უცნაურია გჯდება, იმიტომ რომ ყოველთვის ბექში ვიყავი ხოლმე და რაღაცნაირად ეხლა ცოტა ესე უცხოდ ვარ და წარმატებები მე დარწმუნებული ვიყავი რომ სწორ ადამიანებს გადავაბარე ეს კლუბი იმქიდან გამომდინარე რომ არ მიყვარს რაღაცა უხარისხო საქმის კეთება და ძალიან ბევრი საქმე მქონდა და შესაბამისად მერჩინა რომ ისეთი ადამიანებისთვის ჩამებარებინა ვინც ესე წარმატებულად გაუძღვებოდა საქმეს და ძალიან მიხარია ჩვენ თავიდან ვქონდა ხოლმე გეგმაში რომ ყოველკვირეული გაგვეკეთებინა მაგრამ რაღაცნაირად ვერ მოხერხდა და ძალიან გამიხარდება მართლაც ვნახავ და წარმატებები თუ რამე დაგჭირით რა თქმა უნდა მე მახსოვს რომ გადაგაბარე და ხელი რომ მოგაწეინეთ ასე დავუბარე სალომე რომ თქვენ არ გიგონოთ რომ მე მივდივარ უბრალოდ ესე უკან ვიხარდალივით ვიქნები მეთქი და მოკლედ მეგობრებო წარმატებები მადლობა სიტყვა სიტყვით მართლა ესე იყო ეხლა უკვე მოდი ბარემ გადავიდეთ რა პოდკასტის მთავარ იმაზე ვინაიდან და რადგანაც ჯამში ალბათ ორი წინადება მექნება სალომესგან მოსმენილი მთელი ცხოვრების მანძილზე ჯერ დავიწყებ სალომეთი იმიტომ რომ ვასაუბრო ეს ადამიანი ესე იგი სალომე ჟურნალისტიკაზე საიდან აღმოჩნდი და რატო ჩააბარე ჟურნალისტიკაზე მაინც და არა ამერიკის მწოდნეობაზე მაგალითად პირველ რიგში იმიტომ რომ ამერიკის მწოდნეობაზე არც ვიცოდი საერთოდ პროგრამა თუ არსებობდა მოდი აქედან დავიწყოთ აქ რომ მოვედი მე და გავიგე რა ვიცი ალბათ სტანდარტულად იმიტომ რომ ბავშვობაში ძალიან ბევრი ლაპარაკი მიყვარდა და ყველა მეუბნებოდა რომ უნდა ყოფილიყავი ან ჟურნალისტი ან მასწავლებელი ну მეც ხა ეს ბავშვად ვთანხმებოდი და ბავშვური ოცნებასავით იყო რომ უნდა გამოვსულიყავი ჟურნალისტი მე ну ნათლია ჩემიც იყო ჟურნალისტი და ცოტა ესე სამაგალითო პიროვნებასაც რომ მყავდა რომ ვიცოდი ახლა როგორ წარმატებული იყო გაჩნდა იდეა რომ მე ჟურნალისტიკაზე ჩამემბარებინა მე იყო რაღაც ბუმი მარკეტინგის შემოსვლა იმიტომ რომ ძალიან გახშირდა ეს პროგრამა და ყველა ამას ამბობდა და მეუბნებოდნენ რომ უკვე ჟურნალისტიკა აღარ იქნებოდა ისეთი პერსპექტიული მოკლედ გადავიფიქრე ეს ჟურნალისტიკა და მოკლედ მე-12 კლასშიც ვაბარებდი მათემატიკით მაქვს ჩაბარებული ჟურნალისტიკაზე ვაბარებდი მარკეტინგზე მაგრამ
ну აპელაციამდე 6 საათზე მთავრდებოდა და 12 საათზე პირველზე გადავიტანე ჟურნალისტიკა. აი ესე რენდომად, ამიტომ გადავწყვიტე რომ მოდი იქნებ ოცნების ახდენის წელი იყოს თქო და ოცნებები ახდეს თქო. ну მე რა დამხვდა და როგორ განვითარდა მოვლენები ეს საკითხია, მაგრამ ასე და ამგვარად მოვხვდი იფსოში ჟურნალისტიკას. მაგრამ მარკეტინგზეც აქვაბარებდი. მარკეტინგზე საქაბარებდი და იდეაში თან დამავიწყდა თქმა და მოდი აღვნიშნო PR-ის სპეციალისტები არიან ასევე. სპეციალისტები ცოტა ხმამაღალი ნათქვამი. ნუ ეგეთი პოზიცია მაინც ეგეთი ხო არის და ანუ იდეაში შორს მაინც არ წასულხარ რა ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე და PR-ში მუშაობ რა ამიტომ ანუ 2-1-ში იაკობს მონარქი მე და მე მოვიდა ეს PR-ში თორე განსაზღვრული არ იყო. ნუ ხო მაგრამ ანუ ოცნებების ახდენის წელიო და პრაქტიკულად კი მაგზაზე გაიარე. საინტერესო იყო. ეხლა გადავიდეთ მარიამთან. ეხლა მე უნდა მოვყვე როგორ 21 წელი მოისმინა, ამიტომ ეხლა შენთან გადმოვდივარ. ხო, ანუ როგორი ესე უცნაურით არ უნდა იყოს. მარკეტინგზე ფიქრობდი მეც და ჩემი კლასელიც. ოღონ მართლა იფსოში ფიქრობდით მარკეტინგზე. მაგრამ მე რო დავფიქრდი და რაღაცა, ანუ არ ვიცოდი არასდროს მართლა რა მინდოდა რა. მინდოდა ყველაფერი ცოტა მესწავლა. და თან პარალელურად ისე იყო, რომ ეს საუბარი და ეს აქტიური ხასიათი ძალიან ჩემში იჯდა და ყოველთვის რომ მესმოდა ხოლმე ჟურნალისტიკაზე უნდა ჩააბარო, მივხვდი რომ ჟურნალისტი თუ ხარ, მიტნაკლებად ყველაფრის ცოდნა გჭირდება. შესაბამისად ის სურვილიც რომ ყველაფერი მცოდნოდა და თან ჩემი უნარჩვევები სწორად გამომეყენებინა, რატომღაც ესე კარგად შეერწყა ერთმანეთს. თან გარდა ამისა, ახლა რომ მკითხოთ, არ მინდა ჟურნალისტობა. კი შეიძლება არ ასოცირდებოდეს მიკროფონთან სირბილით, რა თქმა უნდა, როგორც ესე ნიუსმეიკერი, მაგრამ მაინც არ მინდა მოკლედ ეს ჟურნალისტობა და მირჩენია ყოველთვის ბექში, მონტაჟი იქნება, პროდიუსერობა და რაღაცა და შესაბამისად, მოკლედ ყველაზე კარგი გარემო აქ დამხვდა და რომ მოვიკვლიე და რაღაცები, აი ეს სივრცე რაც არის ახლა რეალურად ნიუსრუმი, თუნდაც რადიო, ტელე და იქით მხარეს, არ იყო თითქმის არცერთ უნივერსიტეტში. მე და მე რა თქმა უნდა განვითარდა, მაგრამ ბევრგან არ იყო. მაგრამ მეგობრებო, ცოდვა მართლა გამხელილი ჯობს და აქ იმიტომ ჩავაბარე რომ 40%-იანი კი ეგრეთ დაფინანსება მქონდა მეგობრებო. ჩემ შემთხვევაში ასე იყო. ანუ 10 წუთის გზაზე ვცხოვრობდა. ფაქტობრივად ან ბევრი მიზეზი დამემთხვა რა, მოკლედ აქ ჩაბარებს, მაგრამ საბოლოოდ აქ ვარ და ძალიან მადლიერი ვარ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მეგობრები გავიცან და ხალხი. ჩვენი პოდკასტის სერიების ცოდვა ეგ აღარ გამოდის, იმიტომ რომ ჩემი ყველა სტუმარი ტრენერები ვინც არიან ჯერჯერობით ხო ყველა ოქროს მედლოსანები ვარ ტრენერები და მე მეორეც ანუ ყველა მარტო ოქროს მედლის არა სხვადასხვა დაფინანსებების გამოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი და მეც რო ვნახე რომ გადმოვდივი და რომ მე ნახა უბრალოდ რომ ვა ოქროს მედლის აქვს მე და ჩამოვყევი და იმხელა ის იყო თლილი დაფინანსებების რომ ვინღა იხდის მეთქი ფულს რა საერთოდ და ხო ანუ ყველა ტრენერი ეგრე არის არ გაგიკვირდეთ ყველა ტრენერს იმიტომ ვამბობ რომ ანუ ეს მეორე ეპიზოდი ვინც კი შეხვედრა ანუ მე ვარ ჯორჯ ლუკასი ვიღებ მე-6 ეპიზოდი პირველი მე-3 ну რას ვიზავთ რა ვისაც როგორც ცალია რა მაგრამ უკვე როდესაც დავიწყებთ იმ პოდკასტს მე უკვე ვისაც მოიცლის ანუ იქ უკვე სტუმარი აღარ გაგვიჭირდება იმიტომ რომ ეხლა რახან თემატური სტუმრები მჭირდება უკვე ხო სექტემბრიდან პირველ კურსელები მოვლენ და პირველ კურსები აი ეს ადამიანები მოვლენ ანუ ეხლა რაც მოგისმინეთ ისე თქვენ რომ გადაწყვეტილი არ ქონდა და თან ბევრი რაღაცა გინდოდა და ჩამოყალიბებულები არ იყავით რასაც დასკვნაც გამოვიტანეთ თქვენგან და კიდე სხვა სტუმრებისგანაც რომ ანუ ჩვენ რო ვიყავით ბავშვები ჩვენ დროს რომ ყოფილიყო ის სეზონური სკოლები რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ და მან დრო დავსწრებულიყავით ბევრად უფრო გაგვიმარტივდებოდა იდეაში რომ რაღაც გამიგო გადაწყვეტილება ხო ეხლა სად რო ჟურნალისტიკაზე გაგიგია და ეხლა შენ როგორც მოყავი რომ აი ბავშვებიდან ბევრი ლაპარაკი მიყვარდაო და შეიძლება ჟურნალისტიკაო და მირჩიესო და თან ისე და ისო აი რომ მოსულიყავი აქ და აი აქ რო დამსწრე პოდკასტზე აი თქვენ გვაქვთ ის რაღაც ჩაწერები კი ვაწერ და ეგრე რომ დამსწრიყავით და ეგეთი რაღაც ჩაგეწერა თან იქ რაღაცა კამერით რო გადაგეღოთ რაღაცეები და ისენი კიდევ კარგი არ იყო იმიტომ რომ არ მოვიდოდი მაშინ ანუ მეც მსგავსად მარიამისა ჩემთვის ჟურნალისტიკა არ ასოცირდებოდა ტელევიზიის გამოსვლასთან, მიკროფონთან, კამერის წინ დგომასთან. ამიტომ ალბათ არ ავირჩევდი. კიდევ კარგი რომ ესე მოხდა როგორც პროდასთან ასოცირდებოდა. წერა, სტატიები და უფრო ბეჭდური მედია. და ეს ლაპარაკი უბრალოდ რომ ძალიან მიყვარდა, ჩამრჩა გონებაში რომ ჟურნალისტიკა არის ეს რომ ხოლმე ილაპარაკო, მაგრამ ესეც არის სტერეოტიპების დამსხრევა კიდე ცალკე რომ მოდიხარ, არ გხვდება მარტო მიკროფონი და კამერის წინ დგომა. და კიდე ძალიან ბევრი რაღაცა რეალურად ჟურნალისტიკა და მარტო ამით არ უნდა შემოიფარგლოს. ამიტომ ნუ ჩვენ სეზონურ სკოლებში ხა იქ
მაგას ვაჩვენებდით კარგად. ისინიც გაქვს ეზო სკოლებში? შენ რაც გაინტერესებს. კი, როგორ არა ხა ნიუსებს, კი. აბა რომ მოსულიყავი შენივე ტრენინგზე. ხო, მაგრამ ეს ახლა ჩვენი შედგენილი ხო, არ ვიცი ხა მაშინ რა როგორ დაგხვდებოდა, მაგრამ ნუ ვიცი რომ მაშინ ძალიან კარგი იყო, მაგრამ ეხა ეს ჩვენ მიმართულება ავარჩიეთ და ჩვენ შევადგინეთ. ცოტა შორის არ ვიცი, იცი თუ არა, ნუ ეხლა თქმა უნდა ეცოდინება რომ მე აქ პირველად მოვედი მარტში ატარებდნენ სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგს ჟურნალისტები, ოღონდ უშუალოდ აი თამარი ატარებდა მაგალითად, მაგდა ატარებდა მემანიშვილი და ლექტორები ატარებდნენ. ეს ალბათ რაღაცა ერთთვიანი იყო, არ ვიცი, ყოველ შაბათ კვირას. შესაბამისად, იქიდან რომ მოვედი, 1-2 მოვედი, იმიტომ რომ მე რაღაც პირადი ცხოვრებიდან დამემთხვა რაღაცები და ვეღარ მოვახერხე სიარული, მაგრამ რომ მოვედი, იმანაც რაღაცა გავლენა იქონია. და რო დარჩენილიყავი, ალბათ შეიძლებოდა გამიგო კონკრეტული რა პროგრამა ქონდა და შეიძლება აქაც ჩამოსულიყავით, მაგრამ ანუ იყო მაშინაც უბრალოდ ასე ინტენსიურად ყველა პროგრამაზე ნამდვილად არ ყოფილა და ესე რაღაცნაირი გაწერილი პროგრამა სკოლის მოსწავლისთვის. ანუ თქვენს ну შენ უფრო კონკრეტულად რახან დაესწარი ძველი იფსუსის გაქხო სკოლასავით გამოვლილი. კი, რაღაცა 2019 წელს ვიყავი მეც ანუ ამერიკის მცოდნეობის ოფიციალური ტრენინგი არ ერქვა, მგონი ინგლისური ფილოლოგიაც იყო გაერთიანებული რა. ну იდეაში მეც მაგიტო ჩავაბარე, რახან მაგ ტრენინგს დავესწარი, მე ნუ გადმოვედი რა იფსუსից და ანუ მაგას რო დავესწარი მეც ანუ ეგ პროგრამაც მანდაც ლექტორები გვიტარებდნენ, არა, ისინიც იყვნენ სტუდენტებიც, მაგრამ ნუ ლექტორებიც იყვნენ რა და ნუ ჩართულები იყვნენ რაღაცა და მაქინდა გამომდინარე, ანუ მეც ის გამოცდილება მივიღე როგორც მოსწავლე მე სამომავლო ტრენერად, ნუ გამოგადგა ხო საბოლოო ტრენერობაში. და თქვენ ჟურნალისტიკის პროგრამა, ანუ პირველი ტრენერები ხართ ისე? არა, ჩვენამდეც იყო. ოღონდ ეს რამდენი ხანია ესე არ ვიცი, მაგრამ ჩვენამდეც იყო. ეს რაღაცნაირად თაობათა ცვლა არის, რა თქმა უნდა. ჩვენ რო მივდივართ ახალი მოდის და ჩვენც გადმოგვაბარეს, მაშინ იყვნენ გვანცა და მათექსა და ნუ კიდე რამდენიმე, ახლა ვიცი სახელებიც ესე კარგად ვიცი და იმათაც ესე გადმოგვაბარეს თავიანთი პროგრამა, როგორ ქონათ გაწერილი რაღაცები და მე ჩვენც რაღაცები ჩავამატეთ, რაღაცები ასისტენტებად იყავით? არ ყოფილვართ. არ დასწრები ხართ მაგათ? უბრალოდ ჩაიგდარეთ? ანუ პრაქტიკულად პირველები ხართ თქვენ. ეგრე ანუ დაახლოებით რა, თქვენ ასაც აკეთებთ, თქვენ მხრივ ხართ პირველები. გამოსლების კუთხით კი, ნამდვილად ეგრე არის. ანუ პროგრამა, ნუ რაღაც მატრიცასავით მაინც დაგხვდათ, ხო? რაღაცა იყო კი ეს ჭრიჭრი იყო რა თქმა უნდა და მე იმაზე იცი რა ეხა მე და ტრენერები დავსხედით და გადავალაგეთ ხო რა თქმა უნდა თამარი გამოცდილი ჟურნალისტი ჩვენთან ერთად დაიჭდა რა თქმა უნდა და რა კონკრეტულად რა მიმართულებით უნდა და რო წაიყვანა ეს პროგრამა ეს ტრენინგის ზოგადად პროექტი ისე გადავალაგეთ და რაღაცები ჩავმატეთ მაგრამ უნდა ითქვას დაჩი რომ ძალიან ბევრი ვიწვალეთ მართლა რა თქმა უნდა ეხა ჩვენ განვიხილავთ კონკრეტული თემები რა თემები უნდა წაგვეკითხა ბავშვებისთვის მაგრამ ამის დროის მენეჯმენტი, ამის პრაქტიკული დავალებების, რა თქმა უნდა, შემოტანა აჯენდაში და რაღაცები საკმაოდ რთული იყო, იმიტომ რომ იყო მომენტები, რომ რაღაცა კონკრეტულ დავალებას ვერ ვასწრებთ ხოლმე, ან რაღაცა, აი, მოკლედ ძალიან რთული იყო, რომ ყველა ბავშვისთვის თითოეული ყურადღება და რაღაცა გამოგვეხატა და გამოგვეჩინა და საბოლოოდ ჩამოვაყალიბეთ ესე ამაყადმია თქვა და ჩემი გოგოების დახმარებით რა თქმა უნდა რომ აი ისეთი პროგრამა არის რომ ახალი თაობა რომ მოვა ეს და დედაშვილური ინსტინქტი რო არის მგონი რომ ახალი თაობა რომ მოვა ესე გამზადებულ პროგრამას დავუდებთ რა მე 100%-ით მესმის იმიტომ რომ მე რომ მოვედი ტრენერად და თან მე და ქრისტი და მარიამი ერთად მოვედი ზუსტად ნუ ეს SB-ო დავიწყეთ ახსენოთ. SSB უნდა ვახსენოთ. ჩვენ ანუ პირველი ტრენერები ვიყავით საერთოდ ამერიკის მცოდნეობის პროგრამა ესე არ არსებობდა საერთოდ. ტრენინგები არ ტარდებოდა ამერიკის მცოდნეობაზე. ამერიკის მცოდნეობაზე არაფერი არ იყო მსგავსი, მე რაც გითხრა 2019-ში დავესწარით ხო, ეგ იყო ერთადერთი ოღონდ ანუ აი ესე ამერიკის მცოდნეობის ტრენინგი და რაღაცა არა, ანუ გაერთიანებული ბანაკივით იყო ეგ რა უბრალოდ. რაღაც ანუ იმებსაც შევეხეთ, რაღაცა ინგლისელ მწერლებს, ამერიკელ მწერლებსაც და რაღაც გაერთიანებული ბანაკივით იყო ერთკვირიანი რა, ანუ ერთი კვირა მოვდიოდით ხოლმე ყოველ დღე, მთელი დღე აქ ვიყავით ხოლმე და როგორც ასეთი ამერიკის მცოდნეობის ის არ იყო. შესაბამისად ჩვენ რომ ანუ სალომემ რომ ჩვენი დაგვიძახა SSB-ს პრეზიდენტმა თუ მენეჯერმა რა პოზიციაც არის. ხო, ორივე სალომეს. კითხვა? ხო, ანუ ჩვენ რომ აგვიყვანეს, ანუ ჩვენით უნდა გავუკეთებინა ყველაფერი, ანუ არაფერი არ იყო რა ისეთი და ჩვენც ჩვენი ბრალიც არის იდეაში რომ არ მივედით პირდაპირ ქალბატონ თამართან ოღონდ დეკანთან ამერიკის მცოდნეობის დამფუძნებელთან რომ გვეკითხა რომ რამეს გვირჩევთ და რაღაც ანუ ჩვენი ბრალიც არის მაგრამ ნუ არ მივსულვართ არ გვეკითხავს პირდაპირ ჩვენი დავსხედით ჩვენ თემები მოვამზადეთ
და ნუ SSB-ში ეგ პროგრამა ქონდა და მე უკვე როდესაც ცალკე გადმოვედით და დავიშალეთ, ესე გაიყო ჩვენი გზები, მე უკვე ნუ თამარმაც მითხრა რომ აი ჯობია რომ ჩაიბარო და რაღაც მოაგვარო ყველაფერიო და აი მეც დაუჯექი და აი დროებიც გავწერე ყველაფერი და უფრო გადავალაგე, უფრო ისეთი პრიორიტეტები ქრონოლოგიურად ჩამოვაყალიბე და ანუ ეხა გავამზადე აი ზუსტი ის რა, აი მატრიცა გავუმზადე ბავშვებს, რაც არის აი ეს თემები რაც იქნება ეგენი უეჭველი და მე აი ამ მომავალი ტრენერები რასაც უნდა ჩაამატებინ რა. თან უფრო დაემატება ეხა ამერიკის ისტორიას ხო რაღაცები თუ და რამე რომ დაემატოს კიდე მაგასაც ხო ისაუბრებენ რა საინტერესო რაც არის და ნუ აქტივობები კიდე აქტივობებზე მე ვისაუბროთ. შერსანამ ეხა ცოტა რახან გადმოვუბრუნდეთ, სალონებს დაუბრუნდები. მარკეტინგზეც რო რამე ვაპირებდიო იფსუშიო. და იფსუში რატო გადაწყვიტე ჩაბარება მაინდა-მაინც თან თუ მარკეტინგი მაინდა-მაინც იფსუშიო და არა სადმე სხვაგან. მაინდა-მაინც წართული კითხვა, იმიტომ რომ ძალიან ცნორი ამბავია, იმიტომ რომ იფსუზეც ზოგადად ივნისში გავიგე. მოკლედ ნათლია ჩემისგან გავიგე ესეც და ის მეხმარებოდა ესე პროგრამების არჩევაში, იმიტომ რომ ძალიან დაინტერესებული იყო მოკლედ ჩემი მომავალი განვითარებით და ნათლიას რჩევით მე მაშინ მიპოვეთ ზუსტად ეს ოქროს მედლის დაფინანსებას და ძალიან ხელსაყრელი იყო ჩემთვისაც და მაშინ გავიგე ზოგადად ანუ როგორ ანუ იფსუზე ვიცოდი, მაგრამ არ განვიხილავდი. და მე უკვე ნათლია ჩემმა ისე მაჩვენა და ისე გავარკვეთ რაღაცები, რომ თურმე დამაინტერესა ამ უნივერსიტეტმა. და ივნისში რომ გავიგე, მაშინ იყო მარკეტინგი და მენეჯმენტი მქონდა ჩაწერილი, როგორც ვითომ წამყვანი პროგრამები და სამომავლო პროგრამები. და ყოველ შემთხვევაში განვიხილავდი ჟურნალისტიკას, ესეც მეწერე რა თქმა უნდა. და რა ვიცი ესე რო სიმართლე გითხრა არც თქვათ მანამდე ღია-კარის დღეებზე მივლია არც ამ სადონო სკოლებზე ვიცოდი ანუ არანაირი შეხება არ მქონია იფსუსთან გარდა იმისა რომ ჩემი ყოფილი ქრაში სწავლობდა ოდესღაც აქ მოიცარა ეგ მე რა ვიცოდი ანუ აგერა ჩაწერა გაწდება ვინგო გადავიდა ამ უნივერსიტეტიდან აღარ მოწონდა და მეც თქო დავაკენსელ გიორგი ამოგვიჭერდა გავუგზავნო ხო და ნუ მოკლედ სადაც ივნისიდან დაიწყო ჩემი და იფსუს ურთიერთობა და მე მოკლება ამ უნივერსიტეტის Facebook-ზე დასტალკო ამ უნივერსიტეტის და მოკლედ ასე შემდეგ მაშინ გასამხნევებლად გეტყვი რომ მარტო არ ხარ რომ იმიტომ რომ ჩემი და იფსუს ურთიერთობაც ანუ ძალიან რენდომი იყო რა ანუ მე საერთოდ არ ჩამიბარებია იფსუში გონი სხვა ეპიზოდებშიც ვინცახი მაგრამ მოდი ახლა იფსუში მე არ ჩამიბარე მე ვარ მობილობით გადმოსული რა და როგორ მოხდა ეს ხო სამედიცინო ძალიან ახლო ამერიკის ცოდნეობაზე მეც მათემატიკით მაქვს ჩამარებული და მათემატიკით მოხვდი ამერიკის ცოდნეობაზე? ამერიკის ცოდნეობაზე არა გადმოვედი. სამედიცინოში მაქვს ჩაბარებული მათემატიკა. ხო, მაგრამ მე ხო. რა ბარდება კი მათემატიკით და შეგვიძლია. ხო, იმიტომ რომ თუ ისაგანია გაქვს ჩაბარებული, ვერ ჩააბარებ და მაგიტომ გამიკვირდა ესე იგი ბარდება. საჭიროც შეიძლება იმიტომ იყოს რომ ამერიკის ცოდნეობაზე ეკონომიკაც ისწავლება სხვათა შორის და რამე მათემატიკაც შეიძლება დაგჭირდეს. ეკონომიკა ამერიკის კუთხით. აი წარმოდგენა არა მაგ ქრისტის სწავლობს. ანუ არჩევითი ესე იგი. ნუ ხო არა ქორი არ არის რა მაგრამ შეგვიძლია ისწავლო მაგრამ მაინდა-მაინც ამერიკის კუთხით არ მგონი ზოგადად ეკონომიკა ისწავლება კანადელი მოწვეული ლექტორი არის და ეგ ასწავლით მაგათ მე გადავიკვეთე იფსუსთან აი ისი როგორ რენდომად ჩემი ძმის მეოთხე კლასში იყო რაღაცა პატარა ძმა და ანუ ვერავინ ვერ ესწრებოდა ოჯახიდან მაგის ზეიმს რა სკოლის ამთავრებდა რა სკოლის იანვარია რა ის ახალი წელამდე რაღაც ზეიმი არის და ვერავინ ვერ ესწრება და მე დავესწარი როგორც მშობელი რა მაგის იმას და ეს თუნდა ლექსებს რო იძახის უღებ რაღაცა და გვერდზე მომიდა დირექტორი ძალიან ახლოს ვიყავ დირექტორთან რაღაც და ნუ ეხლა რაღაც ბავშვებს მიულოცა ის და ესე უცებ გამიყვანეს ხელი მომიდა გამიყვანა რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი რო არისო მანდ ეხლა სტარდებაო რა ეს რო გითხარი ის პროექტი და კარგი სტუდენტები მოსწავლეები რო ჭირდებათო და უნდა გაგიშვაო რა მანდო ოღონდ ანუ ამ ყველაფერს მეუნება მე ხო გადა მაგ დროს უკვე ბავშვობიდან გადაწყვეტილი მაქვს სამედიცინოზე ვაბარებ და აი არანაირი უნივერსიტეტი არ მაინტერესებდა საერთოდ რა მეთქი ვამარებ სამედიცინოზე და აი არც უსმენდი რა რომ მეთქი აი არ მაინტერესებს რა და მე უცებ თქვა რომ გექნებათო ლანჩიო რა
ბევრი იმეშოვა. ბევრი დაიკერა მაგაზე. ანუ უფრო გადაობა ის არის რომ ვინც მოვედით პირველივე დღესვე მან და იფსუში მაგ ტრენინგს რო დავსწავლე აბსოლუტურად ყველა ბავშვი მოვიდა რომ ლანჩი იყო აი მშიერი ბავშვები ვიყავით რა. კარგი ორცხობილები იყო ხო? კი, სხვათა შორის. არა, ჩვენ დროს რომ მოვედით, მაშინ ორცხობილები და ის კი არა, ანუ ახლა რო კაფეტერია არის. კაფეტერია კი არა, ეხა ხო აგროჰაბი, მაგრამ აგროჰაბამდე რო იყო სტაფის კაფეტერია. მანდ ვიყავით ხოლმე და მანდ ლანჩი იყო ჩვენ კარტოფილი. არა, ფრი და რაღაცა აი საჭმელები იყო რა რაღაცეები. ჩვენ დროს ორცხობილები იყო, ჩაიყავა და არც ჩვენ დროს იყო ცუდი ახლა, ნუ ეს ისეთი ორცხობილები იყო შოკოლადები. არა, მაშინაც კაი რაღაცები იყო კი, მაგრამ იქ იმენა ის ჰქონდა რაღაცა სადილი და ესენი რა. მაგის გამო მოვიდით ყველა ხო და მეც მაგის გამო დავიკერდა, მე კაი წავალთ ხო? და რომ მოვედი უკვე დავესწარი ტრენინგებს და აი მაგ დროს დავინახე ჩემი თავი სხვანაირად უკვე რა, იმიტომ რომ პრეზენტაციებს ვაკეთებდი ისიც და მომეწონა რა და სამედიცინოზე რომ მოვედი და აი ეს არ ყოფილა თქო ჩემი და იქ რა კაი იყო მეთქი და აი ესე გადმოვედი თორე აი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აი არც აი ვაფშე არც მგონი გაგონილი რა საერთოდ და შენ რომ ივნისში გაიგე ანუ არ არის რო რამე ის რა ქვია ეხა რო ისტორიას ყვებოდი რომ ვიჯექიო ზეიმზეო უცებ წარმოვიდგინე მარკეტერები როგორ შემოდიან და არიგებენ აერე მარკეტინგ გაიგო ბროშურებს და ანუ თურმე დირექტორს აი მაგ დროს მგონი არ ყავდა მარკეტერებიც თამარი შემოვიდა მე და იყო აქტიურად მგონი ხო აი თამარის დროს დაიწყო მგონი მართლა ყველაფერი მგონი ეგ სკოლების თამარის დროს იმიტომ რომ კი თამარის კი თამარის ინიციატივა იყო არაფერი არ ხდებოდა მგონი რა რაც მგონია რა მაგიტო არ ვიცოდი ნახე მგონი ანუ იმიტომ თამარი არ იყო მე რომ მოვედი ახალი მოსული იყო მაგიტო არ ვიცოდი იფსუზე ხო რაღაც კონკრეტული კომპანია თქვათ რო არის მის შესახებ შესაბამისად ესე იგი არ აქვს კარგი მარკეტინგი და პიარი რომ ბევრმა იცოდეს და ხო ეხლა დახურვაზე რო უსმენთ ხოლმე ამდენ სკოლაში ვიყავით ხო ისო ანუ საერთოდ ჩემ სკოლაში არავინ არ იყო მოსული რა ხო არც მე რაღაც საერთოდ ბავშვიც ვიყავი ანუ არ ვინტერესდებოდი უნივერსიტეტებზე ანუ სანამ ბოლო წუთი არ მოვიდა რომ ანუ სადაბარებ მაგრამ ცოტა ადრეზე მოდი მანამდე არ ვიცოდი უნივერსიტეტების შესახებ ერთადერთ ვიცოდი კავკასია ეს ამოჭრათ და შენგელია ჩაუდგოთ პირდაპირ ხო ვიცოდი ნუ რა ვიცი რატო ვიცოდი მაგრამ ნუ ვიცოდი და აგრე ის ვიცოდი კიდე სხვა შორის გრიგოლი რობაკიძე გრიგოლი ო ეგ მე არ ვიცოდი ეგ როდის გავიგეცი რომ მოვდიოდი ხოლმე და ერთი გაჩერებით ადრე რო ჩადია რობაკიძეს ის მანდ გავიგე რომ რობაკიძეში მოდიან თურმე ეგ არ ვიცოდი ხო და ნუ მოკლედ ასე იყო მეკ ნუ შენ შემთხვევაში ძირითადად ადგილმდებარეობა და ფინანსება თორე სხვა მეტი ისეთი და გარემოწმება პრინციპში შენ დასწრებულიც იყავი ხო ხამდე იყავი და არ ვიცოდი მაგრამ მაშინ ფოტოები და რაღაცეები ედოთ და ვიცოდი რომ ანუ რა თქმა უნდა ახლა ჟურნალისტიკას რო ვაბარებ პრაქტიკული არის ყველაფერი პრაქტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და აქ რო შემოიყვან სტუდენტს და აქ რო აუხსნი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თეორიულად გააცნობ რომ ეს მიკროფონის შორს არ უნდა გქონდეს და ასე შემდეგ და შესაბამისად ეს გარემო რო ნახე ამან მართლა დამკერა და აი მაგიდა ჩავაბარე რაღაცა სერიოზული რაღაცა კიდე ერთი ის მომწონს მე იფსუში რომ ანუ პატარა უნივერსიტეტი ვართ რა ჩემი სკოლაც პატარა იყო და ანუ ის გარემო არის რომ აი ყველას იცნობს და აი რაც არ უნდა ვიღაცა აი რომც არ მოგწონდეს ვიღაცა რა რომ არის აი მაინც სკოლის გარეთ აი მაინც შენიანია რა და აი იფსუშიც რომ აი შენი უნივერსიტეტელი რო არის მაინც შენია რა ის აი ეგეთი გარემო რო არის და ყველას რო იცნობს და ძალიან ისე რო ხშინაურულად ეხლა კოტაკი გაზარდეს და ბევრი ვიქნებით მაგრამ მაინც რაღაცა შინაურ არ იცოდი როგორ არა ეგ როგორ ხო ანუ ავტორიზაცია რო გავიარეთ მე კოტა გაიზარდა შესაბამისად ბევრი სტუდენტი ჩააბარებს ახლა ჩვენთან არა ჩაბარებით კი ჩააბარებენ მაგრამ ანუ იმას გულისხმობ არა გულისხმობ ანუ მე გულისხმობ აი თესეუს ხო რამდენიმე ხო რაც არ უნდა ბევრმა ჩააბაროს ზოგადად კერძო უნივერსიტეტის პრიორიტეტი ეგ არის რომ შედარებით ცოტა ბავშვი მე არ მე ჩაბარების გამო არ მithქვამს კაცო ისედაც რომ აი არა სხვა რაღაც ვიგულისხმობ ანუ ეხა ხო ცოტა რეალურად მაგრამ მე რომ გავიზრდები და ბევრი რო ჩააბარებს ხო მაინც დარჩება ეს რომ იფსუ ერთი ოჯახია განამართლა იმიტომ ვიძახთ რაღაცა პიერ და რაღაც მაგრამ მართლა ეგრე არის რომ ეხა წაღან ამბობდა რომ სულ რო არ მოგწონდესო სულ რო არ მოგწონდეს ვერ იტყვი იმიტომ რომ შეიძლება ჩემ მეგობრის მეგობარი იყოს უნდა დახო გამოვიდეს ბოლოს ხო ეგეც არის ასე რომ მოკლედ ყველაფერი ესენაც რომ მოვასწრებ სხვა თორფერი ეზოა ისეთი პატარა რომ გვერდს ვერა უქცევ რა ვერავის და ანუ სულ ერთად ხარ გინდა არ გინდა ხო
ხო, ანუ აი ძალიან იშვიათია რომ ვიღაცა ეს სტუდენტი გადაეყარო სადმე, ვინც აი თვალით მაინც არ ყავდეს ნანახი, აი შანსი არ არის, ან მოსაწევში შეხვდები, ან გეიმ რუმში შეხვდები, ან კაფეტერიაში სადმე გადაიკვეთები, მაგნიტში შეიძლება დაჟე. ხა აღარ გავსულებ, აი ხანია. თონიშლოვიანი ისევ გეორგიელი და მაინც კიკრილა ნახევარი ღირს. ანუ მართლა და მაგენ დაზარდა მოკლედ იფსუ სტუდენტები თონიშლოვიანი, მაგრამ არ ნახევარი მთელი პირველი კურსი გამიყვანა. დამანაყრა კარგად. ლარნახევრიანი, მალობიანი. ლარნახევარი. ეს ჩვენი პოდკასტების სერიას, რომელსაც სათაურს არ დავაწერთ, იმიტომ რომ ძალიან გრძელი იქნებაო, იცი რა ქვია? არ შენ არის ხო სავარაუდოდ. ნახე იფსუ ერთი დიდი ოჯახია, ეგეთი რაღაც ხო თქვა. ჩვენი იფსუს ამ პოდკასტების სერიას ქვია დიდი ოჯახის პატარა წევრები. ველოდ რახან გრძელი სახელი არის, მაგას არ დავარქმევ და არ დავაწერთო, მაგრამ ეს ვერბალურად აღწერაში ჩავწერ ხო, მაგრამ ეს ვერბალურად მაინც ვახსენებ ხოლმე ყოველ სტუმართან, რომ აი გონია რომ ყველაზე თემატური სახელი იქნება, იმიტომ რომ ტრენინგებზე არის იდეაში და თან სტუდენტები მყავს, ტრენერები, ისენი და წეგან ვისაუბროთ ცოტანი ვართ, პატარა ყველა. ეს ალბათ ამ სერიაზე ხო? კი, პოდკასტების ამ სერიას ერქმევა ეგ რა, მე რომ დავიწყებთ ის უბრალოდ ყოველკვირეული მიმოხილვა რაღაცა. გეყოლებათ ვინმე ახალი წამყვანი თუ? წამყვანი მე ვიქნები ხოლმე ძირითადად, მე რა გიორგიც მოვა, ან გიორგი არ იქნება, ან თუ გიორგი არ მოვა ხოლმე რაღაცა ორი სტუმარი მინიმუმ. ანუ ყველა რაღაც. შეიძლება და მეც არ ვიყო და პოდკასტის დაგვემატა ვინმე. აუ იმედია და რავი, დაგვემატე. მე და გიორგი ვართ და მარიამი, რომელიც აღარ არის, მაგრამ ოფიციალურად მარათან არის. ანუ სამნი ვართ. პირველ კურსელები ყოველთვის აქტიურები არიან ხოლმე და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება. იმიტომ რომ დრო აქვს ძირითადად. ხო და წეგან ახლა საუბრობთ აღარ გაგაჩერეთ, მაგრამ პირველ კურსელები ყოველთვის ჩანენ ხოლმე და პირველ კურსელებს ყოველთვის მიხვდები, მაგრამ ერთად არიან, სულ აქტიურად არიან და უცხო სახეა სხვა თუ არა. და ეძვობ ბოლომდე ათვისებული. და თან ერთმანეთის გარდა არ იცნობენ სხვა და ძირითადად სულ ერთად არიან. ერთმანეთს ბოლომდე არ იცნობენ და თან გასრომის. და პირველ კურსზე გონიათ რა ბოლომდე ერთად სალომე თავისი ტკივილები გაიხსნა და არა მეც მქონდა ისე ეგეთი მომენტი რომ მე რო გადმოვედი ჩემი პირველი დღე იყო იდეაში სწავლის დაწყების მესამე თუ მეოთხე დღე იმიტომ რომ მე ანუ სწავლა რო დაიწყო რომ მოვედი გიორგი მერებაშვილი მგონი მაგ დროს იყო მერაბიშვილი ანუ მაგ დროს იყო მაგ რაღაც მგონი ეხაც არის მოკლედ არ ვიცი მაგრამ მაგან დამაწყე არა ლექტორიც არის გიორგი მერაბიშვილი ლექტორია ჯერ და მერებაშვილია მგონი მაშინ არ ვიცი მე ну, იმაში ადმინისტრაციაშია მოკლედ რა, ანუ მაგ დროს იყო რაღაც სწავლის პროგრამა რა, ანუ არ ვიცი სანამდე აზრზე არა ვარ, მოკლედ რომ მოვედი. შენ მოხდი ჩვენ ხომ მოვედით? არა. 2019-ში იწახი? არა. მე ანუ 2022-ში გადმოვედი რა. ხო, ერთად მოვედით. ან თქვენი ყავით მაგ დროს პირველ კურსელები, ხო? ну მე უკვე სექტემბერში მოვედი. ხო, მე უკვე მეორე კურსზე მოვედი, მაგრამ ანუ რომ იმას მექნა, რომ დავესვია მეორე კურსზე, აქ რომ მოვედი, ანუ ტესტი უნდა დაგაწერინო რა ამ გიორგი მერებიშვილმა და ანუ მე ტესტი დავწერე ორ შაბათს რომ თქვენი სწავლა დაიწყეთ. მე რაღაცა მიწევ საკითხები და 4 შაბათს თუ 5 შაბათს დავიწყე რა და უკვე ესენი ხო ერთმანეთს იცნობენ პირველ კურსელები და მე რომ მოვედი, ხო ძალიან რაღაცა ისე ვარ უცხოდის და პირველი ადამიანი ვინც გავიცანი, ახ საერთოდ სახელიც აღარ მახსოვს ჩემი კურსელი ვინც იყო, ეგ გავიცანი, მაგან გამაცნო კიდე ერთი ჩემი ჯგუფელი ლევანი რომელსაც ეხაც ახლოს ვარ და ვიცნობ და ის გაქრა. ვინც გაგაცნო? ანუ ერთმანეთი ვინც გაგვაცნო, ის ჩვენი ჯგუფელი ვინც იყო ანუ ეგ ოღონდ ისე გაქრა რომ მაგ დღის მე აღარ მინახავს ანუ არც უნივერსიტეტში არც ანუ საერთოდ არ მინახავს ადამიანი რა ანუ გონი გაჩნდა ეს bros phone და ანუ დაგეხმარა და წავიდა ანუ ხო აი ეგრე რა და აი რო თქვი რომ აი ეგონებათო ბოლომდეო აი ხო თავიდან იმდენი ვიყავით და ხა ჯერ ამერიკის მწოდნეობაზე იმდენი ვიყავითო რომ ვიტყვი ხო უცნაურია ეხა აღარა ეხა უფრო ცოტანი ვარ ეგრეა დრო ცulis ყოველ ეს ამოჭერი. არავის არ გაუგზავნო. კონდეზე. გაკეცაშალე. აუ ბარდი ეს არის ძალიან მაგარი. ბავშვი პირველი ხო არ დავდო ისე რა სიტყვით. მართლა ძალიან მაგარი ეპიზოდია რა. ანუ ესეთი იმიტომ რომ რახან ორი სტუმარი არის ხო ისედაც მე დარწმუნებული ყავი. ოღონდ როგორ წარმომედგინა იცი სალომე რო აქეთ იჯდება. მე ცოტა მეც მას წარმომედგინა, იმიტომ რომ მეც ეს პროფილი მაქვს კარგი, მაგრამ ნუ ქალბატონმა ასე არ ჭია. ასე არ ჭია და გასწრო და ცხოვრება დასწრებაზე მეგობრებო ესე შეგზეთ ამოიჭრო და ესე თუმცა სულ მასწრებს. აფირმაციებად გქონდეთ. პროფილის გამო მე არ ვიცი რომელი პროფილი. გონი არც ერთი. ანუ მედიაში არც ერთი არ მომწონს და მაგით უფრო დავენებდი რომ всё, რა აქვს ნიშნულობა, აქეთ ვიждები თუ აქეთ ვიждები, ორივე არ მომწონს. ჩვენი ტრენინგის თემა გადაგვევიდა. არა, ეს არის სტუდენტური პოდკასტი. თან სალომეს ეჩქარება და მაქსიმალურად გავწელოთ. ხო, მოდი გადავიდეთ ახლა უკვე სერიოზულ საკითხებზე, ტრენინგებზე, იმიტომ რომ
ბევრი მისამ ყავს მოსწავლე შეპირებულია პოდკასტებზე. მოსწავლე? ნუ იმიტომ რომ ანუ ძალიან აქტიური მოსწავლეები არიან და ძალიან აინტერესებთ ხოლმე ესეთი რაღაცეები და ჩვენც ხო უკვე თქვით რომ ჩვენ დროს რო ყოფილიყოთ ხო და ეხლა წარმოგიდგენთ ეხლა ეს პოდკასტი რო არის და მაქსიმალურად შევეცადოთ რომ კარგი იყოს რომ ნახონ მართლა ნუ როგორც მინიმუმ აი ამ პოდკასტის ნახვის მერე რომ მოვიდნენ და უკვე დანარჩენს ხო ნახავთ რა თქვენი თვალით იმიტომ რომ ტრენერები ვინც ნახე და აქ ვინც გვიზიან და მეც ვარ ანუ მართლა ძალიან მაგარი ტრენერები არიან რა დასწრებული ვარ რამოდენიმე ტრენინგებსაც და აი მართლა ძალიან მაგარი ტრენინგები არის და ეხლა გადავიდეთ მოდი ჩვენ ტრენინგებზე დავიწყოთ სალომეთი ვასაუბროთ ადამიანი ესე იგი პროგრამაზე აი ტრენინგების პროგრამაზე მომიყევი აი რა დახვდებათ რა აი იმიტომ რომ მე არ ვიცი ჟურნალისტიკის პროგრამა რა როგორ აკეთებთ მარტო ფოტოებიდან და იმებიდან ვიცი რა და აი რომ მოვლენ მე რომ აი ბავშვი ვარ მოკლედ და მოვედი რა რას მთავაზობ ბოდიში სამ დაიწყებ ფოტოებიდან გაქვს ან ახი და მოგწონს ფოტოებიდან ან ფოტოებს შესაც ხედავ ხო ანუ ფოტოები ანუ რასაც ხედავ ანუ ის ნახე ანუ რო აქ აქტიობებზე რაღაც აქ ჩამოდიხართ ხოლმე კამერებზე რო გაქვთ რაღაცეები და ნუ იქ ეხა აი ფოტოებში იქ რასაც აკეთებთ ხოლმე აუდიტორიაში ეხა ეგ არ ჩანს ეგ არ ვიცი მაგრამ ნუ პრაქტიკული ისენი რო გაქვთ ანუ ეგ ძალიან მაგარი არის რა და დანარჩენი რა დახვდებათ საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამა დახვდებათ გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ვართ ზოგადად ეგეთები რომ გვინდა რომ მაქსიმალურად რაც ჩვენ ვიცით ყველაფერი გავცეთ შედარებით პატარა დროში და ესეც ცალკე გამოწვევა იყო რომ ნუ ერთ დღეში უნდა მოგვესწრო ისე რომ ყველაფერთან ჟურნალისტიკა მართლა ძალიან მრავალფეროვანი პროგრამაა და მოგვექცია ასე ერთ დღეში პირველ რიგში ზოგადად ჟურნალისტიკას ვაცნობთ როგორც პროფესია და წეღანაც ვახსენე რომ ანუ ჟურნალისტიკა რომ არ არის მხოლოდ თქვა კამერის წინ დგომა და მიკროფონის ხელში დაჭერა და სხვა ბევრი განხრა რომ აქვს გარდა ამისა სწავლობენ უშუალოდ ნიუსის წერას და ნუ როგორი საშუალებაც არის იმ მოკლე დროში და გარდა ამისა იმას ცივითარებენ რომ ფორს-მაჟორ სიტუაციებში მოუწევთ ხოლმე ჩქარა ნიუსების დაწერა და შესაბამისად ცდილობენ რომ მალე დაწერან გარდა ამისა ფოტოჟურნალისტიკასაც სწავლობენ როგორ უნდა გადაიღო ფოტო ის და ამაზე მე მგონია რომ უფრო რეთო უფრო კარგად ილაპარაკებს იმიტომ რომ ლეთო არის ამ განხრით ზოგადად ასევე ავიხებით ხოლმე რადიოს, ტელევიზიას მის სპეციფიკას, როგორ უნდა დაიწეროს დეზინფორმაციებიც, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის მედია წიგნიერება ზოგადად, როცა ჟურნალისტიკაში და მე მაყურებელს გააცნო, რამდენად მნიშვნელოვანია რომ იყო მედია წიგნიერება არ მოტყუვდე. და რა ვიცი, ხო არ მაკლია კიდევ რა. შესაბამისი პრაქტიკული დავალება. ხო, რა თქმა უნდა, ყველა თეორიულ ნაწილს მოყვება შემდეგ პრაქტიკული დავალება. ანუ მე რო ვუხსნი ნიუს, იმავდროულად მეორე წუთში აკეთებენ უკვე ნიუს და რაღაცას რო ვუხსნით, ავტომატურად ნიშნავს რომ და გააკეთონ პრაქტიკაშიც. ეს არის ვახვედრებთ, რა თქმა უნდა, დიდ სიყვარულს ამასთან ერთად. მართლა. ჩემს ყველა ნაწილი არის ფიდბექებს რო გვიწერენ ხოლმე ფერად სტიქნეუთებზე და აი იქ რომ რა საყვარლები ხართ და რა კარგები ხართ, აი იქ ღირს ყველაფერს და ჩემს ეს ყველაზე ეს არის ღირებული მე ადამიანური ურთიერთობა, იმიტომ რომ მართლა ერთია რომ პროგრამას გააცნობ, მაგრამ მეორეა რომ იმდენ კარგი გარემო შეუქმნა, რომ მოიზიდო რა ამით. ერთმა ბოშმა თქვა, რომ ერთ-ერთ დავასახელებ ტრენინგზე ვიყავიო, თითქმის ერთნაირი თემები ქონდათო, რა თქმა უნდა, მაგრამ იქ ისეთი რაღაცა მძაფრი გარემო იყო, რომ იქ საერთოდ არ გვინდა მისვლაო და აი აქ წამოვედიო და აი აქ რომ მოვედი და ვნახეო, აქ მირჩევნიაო და შესაბამისად ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მართლა, რა ვიცი, ესე სანთლით საძებია მე კარგი ტრენერები, კარგი ხასიათებით და ეგ ხო, იმიტომ რომ ეხლა რაც მოგისმინეთ და ეგეთი წარმოდგენა მქონდა ისედაც, მაგრამ ნახე სულ რო ჟურნალისტიკაზე არ გინდოდეს და არ აბარებდე და მოსწავლე იყო. ძალიან სასარგებლო არის მაინც რომ დაესწრო ყველა ამ სეზონური სკოლების ტრენინგებს და ნუ ჩვენ როგორც ტრენერები და ელჩები, კარგი გარემო შეუქმნათ, ანუ შეიძლება ჟურნალისტიკაზე არ მოდის, მაგრამ რაღაც საერთაშორისო ურთიერთობებზე და ანუ გარემო მაინც იგივე დახვდება რა, ანუ ყველა ტრენინგზე ერთნაირი გარემოა მეგობრული, სითბო, სიყვარული. ხო, არა, თავს მართლა არ ვიქებთ, მაგრამ ნუ ფიდბექები მეტყოლებს ამაზე რა უკრათ, ანუ. ხო, ანუ უბრალოდ სპეციალურად ვეუბნებით ხოლმე, რომ ანუ ფიდბექებს დაგირიგებთ ფურცლებს, მხოლოდ უარყოფითები დაგვიწერეთ, მოდი, რომ ანუ ვიცოდეთ რა გამოვასწროთ, მაგრამ ხან ან ცარიელი ფურცელი მოდის, ან მარტო დადებითი და რა ვიცი, მე მგონი რომ შეიძლება გვიაფერისებიან კიდე. მაგრამ ანუ როცა ხედავ რომ მოსწავლე მეორედ და მესამედაც მოდის დიდი სურვილი რო აქვს, ეს უკვე ნიშნავს რომ აღარ არის საფერისტობა, კი ბატონო. ერთხელ ერთ ტრენინგზე ჩვენთან მოვიდა
ანუ რეგისტრაციაზე კაკას მარიამთან ერთად ვიჯექი და რომ შემოდიან ხოლმე საიდან გაიგებდა რაღაცა და მეგობარმა მირჩიაო ერთი 6-მა ბავშვმა გითხრა რა ანუ და მე ბოლოს მოვიდა ის მეგობარი უკვე ვინც ურჩია ამათ რა ფიდბექებზე ჩვენც ეგრევე ვუნებით ხოლმე რომ აი დაგვიწერეთ რაც არ მოგწონთ რომ გამოვასწოროთ ან თუ რამე ისეთი მოგწონთ ეგეც აღნიშნეთ რაც მოგწონთ თქო რა და მე მაქედან ხვდები ხოლმე არაფერი სტობენ იმიტომ რომ წერენ ხოლმე რა რაღაც კონკრეტულად წერენ ხოლმე რაც მოეწონათ რა რომ აი ეს ძალიან მოგვეწონა და თუ რამე არის შესრულებული ხოლმე ჯერ არ უთქვამთ რა ეგეთი რაღაც რომ ეგ გამოვასწორეთო რა იმიტომ რომ ძირითადად ამერიკის მცოდნეობაზე მგონია რომ მაგათაც არ აქვს ის რა წარმოუდგენა რა შეიძლება დახვდეთ და საკმაოდ უცხო პროგრამაა და მაგით აი ამერიკის მცოდნეობაზე რომ მიდიხარ აი მარტო იმიტომ მიდიხარ ჩემი ასეთ რომ გაიგო რა არის რა და არა იმიტომ რომ აი იქ მივალო და ისო რა შენი საყვარელი აქტივობა რა არის ტრენინგზე ვაიმე ვერ გამოვარჩე ყველა აუ მართლა რა ვფიქრობ და ყველა ნაწილს აქვს თავისი ხო ჯერ თავიდან გაცნობითი არის ხოლმე უცნაურ ამბებს ან ფაქტებს რო ვიცნობთ ხოლმე ჩვენს მოსწავლეებს ეგ არის ძალიან საყვარელი იმიტომ რომ ისეთ უცნაურ რაღაცებს გვეუბნებიან ხოლმე ეგ აუთქვამთ აი ერთ-ერთი რაც გაგახსენდება აი ყველაზე უცნაური თავის სკოლის მოსწავლე გეუბნება უცნაურ ფაქტს რა აი რა უთქვამთ ისეთი არ გახსოვს არ ვიცი მაგრამ ეხა არის უცნაური თუ სასაცილო სულ ერთია რა უცნაური ის რომ კოკა-კოლა არის გასინჯული ხო ეგეთი ძალიან ბევრი ანუ მე ფოტოებს ვიღებდი და უცებ გამოვიდი ბატონო აი იგი ყველაზე უცნაური სასაცილო არ ახსენდება ხო არა ძალიან ბევრი ფაქტი უბრალოდ იმდან ბევრი ფაქტი მე მიღია რომ ის ეგეთი უცნაურიც არ არის ანუ აგროჰაბში გავსინჯე ჰოთ-დოგი მე პირველად ბიჭო ჰოთ-დოგი სხვა რაღაცა ხო ანუ მაგრამ ხვდები სხვა რაღაცა თემა ძალიან უცნაურიც არ არის მაგრამ ეხლა ყველაზე მეტად ეს ხო მაინც ეხლა თინეიჯერისთვის და მოსწავლისთვის უცნაურია მოდი შევთანხმდეთ მაინც მაგაზე რომ უცნაურია მიუხედავად იმისა რომ მეც არ ვარ გაგიჟებული კოკა-კოლაზე მაინც არა შეიძლება რამე ის იყოს ჯახური ნაწილი იყოს და ხო ოჯახის თანგრევისზე არ გავხდები პედიანად იყავით ანუ ვერ გამოვარჩევ ისე. ხო, აი რა ვიცი, მე მგონია რომ ყველა პრაქტიკული ნაწილი, რაც მოსდევს, არის ძალიან საინტერესო. კი, ჩემს საყვარელი აქტივობა რა არის? ახლა გეტყვით. მოკლედ ერთ-ერთი კარგი უნარის გამოსამუშავებლად ვაკეთებთ ხოლმე ესეთ აქტივობას, რომ ნუ რამდენი მოსწავლეც არის, ყველა გადის გარეთ, რჩება ორი მოსწავლე და რაღაც ამბავს უყვება, მოკლედ წაიკითხავს რაღაც ამბავს, რაღაც აბზაცი აქვს მოცემული და რაც დაამახსოვრდება, ეს უნდა გადასცეს ვინც რჩება და შემდეგ აი ეს ბავშვი შემოდის და ყველას და ანუ ძალიან დიდი მხიარულებაა ხოლმე, რომ ნუ ზოგადად როგორ შეიძლება ერთი ამბავს რომ მოგიყვება ადამიანი, როგორ შეიძლება რომ დამახინჯდეს და საერთოდ სხვა რაღაცად გადაიქცეს და ანუ მთელი დიდი ისტორია რაღაცა სხვა რაღაცად გარდაიქმნება ხოლმე ეგაა ძალიან საყვარელი აქტივობა ჩემთვის ძალიან სასაცილოც იმიტომ რომ ჩვენს და ბავშვებს ერთად ვღადაობთ ხოლმე ძალიან ამ ფაქტზე იმიტომ რომ კი ანუ აი ბოლო ბავშვი რო შემოდის და ერთი სიტყვა რო რჩება ხოლმე რა ან ერთი სიტყვა რო ახსოვთ ხოლმე და ამ დროს მთელი ამბავია ამის უკან ეგ ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა თორემ მართლა მთელი დღე ერთი სიყვარულობაა ხოლმე გულწრფელად ანტიჭორიკნული შენი საყვარელი აქტივობა? ო, ან მეც მაგას ვიტყოდი, მაგრამ აი ყველა აქტივობა რაღაცნაირად ისეთი არის, რომ დააფიქროს მოსწავლე უღირს თუ არა ეს პროფესია, იმიტომ რომ აი მაგალითად ახლა სალომემ რო ახსენა ბოლო აქტივობა რომელსაც მოყვა, იქ არის რომ რამდენ შეიძლება მოსმენილი დაიმახსოვრო და მე რამდენ შეიძლება გადასცე ეს მოსმენელი, ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი აქტივობა გვაქვს კიდე ძალიან მიყვარს მაგაზე ძალიან ვერთავი ხოლმე როგორც წესი სამ ადამიანს ვაყენებთ ხოლმე სამ მოსწავლეს ერთი არის მსმენელი და ის ორი ყვება ამბავს მაგრამ მთელი თავისი ამის აქტივობის ნიშა ის არის რომ ის მსმენელი უსმენს ორ ადამიანს რომელიც ერთდროულად ყვება ამბავს წარმოიდგინე ხა სალომეს რომ უყვებოდეთ მე და შენ განსხვავებულ ჩვენ ამბავს და სალომემ უნდა მოусმინოს ორივეს ეს თვითონ უნდა შეძლოს როგორ შეძლოს თავი თვითონ გადაწყვეტოს სალომე კი ის არის ხო და ბოლოს მე უნდა გამოვიდეს და ვინც არ უსმენით ანუ ვინც ვიქნებით ტრენერები იმათ უნდა წარგვიდგინოს რა მოისმინა ესე ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ჟურნალისტი ზოგჯერ ისეთ გარემოში მოხდება ხოლმე რომ ბევრი საჭირო ინფორმაცია უნდა წამოიღოს და თან ყველა ერთად ყაყანებს ხოლმე და შესაბამისად ესე ძალიან მნიშვნელოვანი არის და რა ვიცი მე ძალიან ბევრი მიყვარს განსაკუთრებით მართლა პირველი აქტივობა როცა ჩვენ შესახებ თითო ფაქტს ვამბობთ იმიტომ რომ ესე განმარტებით ესე რომ სახალისო გამორჩეული ფაქტი იმიტომ რომ
მე ამ მხიარულებაში გარემოცი უკვე ისეთი იქნება და მუხტი უკვე ისეთი არის, რომ თლიანი ტრენინგის განმავლობაში მოყვება ხოლმე და შესაბამისად თვითონაც უკვე შინაურულად გრძნობ, იმიტომ რომ ანუ ესე რომ დააჯინო სკოლის მოსწავლე, ეხლა წარმოიდგინეთ, თუნდაც სტუდენტები ვიყოთ, ხო, ესე რომ დაგაჯინონ, სადა როგორი კარგი ტრენინგიც არ მაიყოს, იმას ვერ ჩაატარებ და აი, უბრალოდ იქიდან ვერაფერს ვერ წამოიღებ. შესაბამისად ჩვენ თავიდანვე ვცდილობთ, რომ ეს კარგი გარემო შევუქმნათ ხოლმე. ძალიან როგორი მოუნდა დაჭისაც? არა, აი, რასაც გისმენთ ხოლმე ტრენერებს, ეს დიდი ალბათობით იქნება პირველი ეპიზოდი და ანუ მე მოვუსვი, მე ვიმოგზაურე. მოიცა ჯერ ხო კინო ჩაწეროთ. კი, კაცო. და იმაზე იგივე არ თქვა ეხლა. არა, იმაზე ანუ ერთი ეს ხო შინაურული გარემო არის, ყოფილი პრეზიდენტია მოსული აქ ჩვენი თანამშრომლები თან ისინი. და ნუ თან ძველი ისენი SSB-ში ერთად ვიყავით ახლა სიძახით ახლა სანამ დავიშლებოდით აქ მოვდიოდით ხო აქ ვერ გავიგე ამაზე შინაურული რა მაქსიმუმ ჩემი ეპიზოდი რომელიც პირველი არ დაიდება ჩემი ეპიზოდი ანუ ამერიკის მცოდნეობის რა არა ამერიკის მცოდნეობის რა და იქ ვიყავს წამყვანი არა მე ვარ შენ თავის წამყვანი ისე ანუ ამერიკის მცოდნეობის ეპიზოდზე კიდევ კარგი რომ გამოჩნდა ეს მარიამი ჩვენი მოსწავლე იმიტომ რომ სხვა სტუმარი როგორც ასეთი აი ანუ კარგი სტუმარი იმ ხრივ გულისხმობ რომ აი რეგალიებივით რა აი მე უნდა ყოფილიყავი ეგეც იდეაში რა სტუმარი იმიტომ რომ ანუ მე ვარ ანუ 2018 წელს ვიყავი ანუ აი ამერიკის მცოდნეობის განხრით ისტორია ხარ ფაქტობრივად მე მაქვს ყველაფერი გამოვლილი რა მართლა ანუ აი დამსახურებულად ვარ ამის ტრენერი რა და მოსაყოლი იდეაში ბევრი უნდა მქონოდა მაგრამ თან რახანისა ვარ წამყვანი აი თან ვერ ანუ აი ვარ გამომივიდა ეგ ეპიზოდი რაღაცნაირად თან ანუ აი ორი სტუმარი რო არის ბევრად უფრო მაგარი არის რა შეიძლება ის თავიდან ჩავაც. ანუ რატო უნდა იყოს საქართველო? ცუდის დადებას თავიდან ჩაწერას შეიძლება. ხო, არა, ცუდის არ არის, უბრალოდ აი ძალიან რაღაცა თან აი მარტო ერთი ადამიანი რო არის და იმას რო ანუ რაღაცა ისეთი არის რა. მე მახსოვს, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როცა პრეზიდენტი ვიყავი, სულ მაგას წუწუნებდა ხოლმე, რომ ორი მოვიყვანოთ ვინმე, ორი და. ნუ ალბათ ხო რაღაცა ერთთან არის, აი მაშინ თუ ერთი სტუმარი ყავს, მაშინ აი ბექში გიორგი უნდა გედგეს რა, რომ იმასთან კომუნიკაცია შედგე და რაღაცა. გიორგის იცნობს ჩვენი მაყურებელი თუ შოქალაკში რო გოგია მაგისავიდან და გიო და აი იცი მიგავსე და საეჭვო კაჩში რო კი აჩიროზის უკან არა ესე გიორგი და კიდე შოქალაკში რო გოგია ანუ ყველა ახსენებს და ბობი უეჭველი იმიტომ რომ გიორგი გამოჩნდება სექტემბერში ანუ ნუ თავისი სრული თუ არ ექნება ერთხელ უეჭველი დავისვა იმიტომ რომ ვიღაცა გამოჩნდება და ვინც უნდა არ მოვა რა და გიორგის დასვა მომიწევს რა მაგრამ გიორგი დაიწყო მაგრამ აი ბობის ვერ გაიცნობენ იმიტომ რომ ბობი ახსენე 1 მილიარდჯერ ანუ ვაფშე ბობიზე რა მქონდა იცი მქონი გითხარი დაჟე იმიტომ რომ რო შევედი თავიდან თამართან რომ აი პოდკასტების ახალი იდეა მომივიდა მეთქი აი რომ ჯერ საერთოდ 40 ჯერ ხო შევედი აი ეს იდეა და ეს მაგრამ ბოლოს უკვე რომ აი ამის გამო რო შევედი რომ აუ ეგ კარგი იდეაო და აი ეგ პოდკასტია ბობისა ხო გადაბარებულიო და ბობი ვიცი ბიზნეს ანბანი პრინციპსო ბიზნეს და ანუ რატო აქ აი იმას რატო აქ რა გადაბარებული ბიზნესის სკოლას რა ბობის რატო აქ მაგრამ ნუ კაი მეთქი რატო გადაიბარეს არის მაგრამ კაი მეთქი და ეხა მარიამს დაუძახებო ჩაგიყვანსო ბობისთანო. მეთქი ბობისთან ჩამიყვანს რას ნიშნავს ანუ როგორც ადამიანი ისე მოიწევს. ანუ მეგობრებო რო განვარტოთ ესე იგი ბობი არის ბიზნესის basics of business ეს არის სეზონური სკოლა ბობი არის ადამიანი. ბობი მედიათეკის ესა. არ გამოჩნდება ის და თან არის რა მოსულია. ბობი ხო და ეგ იქნება ის გოგი რა რომელიც აი შოქალაკში რო გოგია მარტო და კაი ბარი მე ერთი ვიტყვი ტომი და ჯერშროვის ქალია ის ქალი და კიდე არა ეგ ქალი არ შეიძლება როგორც და კიდე ის რო არის რობოტა და რობოტუნებში ის კატიანი ხელი აი ეგ არ გაქვს ნანახი აი მე რობოტა და რობოტუნები ლისტი უნდა გავაკეთო აი რა იქნება ჩემი 2025 წლის to-do ლისტი რომ ლისტი გავაკეთო ისეთი ფილმები იქნება თუ ანიმაციები სერიალები რომ აი ბოლოს არ შევრცხვე რომ არ გაგნანახი და მე თქვენი საინტერესო ფაქტი თუ რაღაც შეგიძლიათ ეს თქვა რომ რობოტა და რობოტუნები არ გაქვს მე ძალიან ბევრ რაღაცა შემიძლია ვთქვა კიდე ნაწყვეტები მხოლოდ ჰარი პოტერი არ მაგრამ ჰარი პოტერი ისე ატო არა მაგრამ ნახი მორწმუნე რელიგიური ოჯახიდანაც და მე ვისუნაც ეგეთი ხო მაგდროს მე ამიკრძალეს რომ ეგ არ ნახო რა ანუ ეხა რა თქმა უნდა ისედაც მორწმუნე მაგრამ ნახავ მაგრამ ეხა უბრალოდ ბავშვი საღარ ვარ და დიახ აღარც მაინტერესებს რა მაგრამ თავიდანვე მე ეგ ამიკრძალეს და თან მაგდროს ხო ერთი ამბები იყო რაღაცა იმ დაწვესო ის წიგნიო თუ აი ერთი ამბები იყო რა მაგდროს და აი თქვენ არ უყურო დიდად არც მქონი ეხა სრული მაინტერესებს რომ აი ოღონდაც ჰარი პოტერს მაყურებინეთ ხო ბოდიში პოტერ ჰედი
სერიოზული დიდი ისა. მაგრამ ანუ აკრძალული აი ესე ცოცხლე შემომჯდარი ბიჭი ვერ წარმოვადგენ რაღაც საინტერესო საქმეს მეყურებინ არ ვიცი. ჭველი ამასაც ამოჭრიან. არა. საყი გაგვამასხარავებენ. ფოტოქანები ამოჭრიან და დადებენ ფეიქერები. ეს იბსუს სტუდენტები ძალიან ხმამაღლა არის. მეთქი ანუ აიწერა თქო და აი მე და პირველი გული გამისკდა. აი დაუწევს გიორგი დავინჩიში იმას შვება მაინც ამონტაჟებს და დაუწევს. მან ამონტაჟებს? მან დავინჩიში ამონტაჟებს და მოწონს მე დავინჩი მომწონს. დავინჩიში ძალიან ისეთი არა კომფორტი. ხო ისეთ რა იცი. ხოდა ხარო შემოიხედა, ეგ არის წერს ხო და მე და მარიამაც ადრე ჩავიწერეთ. ეგ ეპიზოდი შენ არ გექნება ნახე, იმიტომ მაგრამ არ ჩაიწერა ხო, ანუ ეგ არ ჩაიწერა, აი ლუკაც იყო აქ და აი იმდენი ვიცინეს და იმდენი აი ძალიან გადაობებს. ძლივს კაი ეპიზოდი ჩავწერეთ და მე მარიკა შემოდის და ვაიმე არის ვაიმე ხა არ გადავირიო. ეს მარიამი ჩიხოძეა საუბარი? კი კი. ძლივს კაი თქვენ და ძლივს კაი ცოტა ვეჯდება ერთმანეთში, იმიტომ რომ ძალიან კაი პოდკასტებს ზოგი გადაობა ეპიზოდები კი იყო, მაგრამ ანუ კოროხარო იყო ხოლმე ეგ იმენა ტოპ. არა, ეს ეპიზოდი იყო პირველი. რაღაცას კითხულობ ხოლმე კიდე. ამუნარიდებს კითხულობ ხოლმე. ჩვენ თამაში გქონდა ხო? უბრალოდ არა, მაგრამ ისინი გქონდა ბრძნული გამონათქვამიდან უბრალოდ უნდა ჩაგვესვა. ხო, რაღაცა ანუ არა, ისეთი კი ანუ გადაობა ის კი იყო, უბრალოდ ანუ იფსუს YouTube გვერდზე რო შემოდიხარ და ის სტუდენტური პოდკასტი და მთავარი პოდკასტი რო ეგ არის რა, აი ეგ რაღაცა აი მე არ მომწონდა რა, ეხლა ჩვენ კი ყავდა ეხლა ერთგული მაყურებლები და ხუთი კაცი რონდენი იყო. არა, მაშინ 77-ზე დადიოდა. ვაუ. 400 რაღაცა ნახვა აქ. ნუ ერთ-ერთ მაშინ ხო. ჩვენ პირველ ეპიზოდს გაგას კორახას. ამას ექნება 500. ამას? ეს მე ჩავხდა. მე ყავს შემთხვევაში. იცი ჩვენ სხვა თუ არა, ჩვენს მოსწავლეებს რო გავუგზავნოთ, ანუ თქვენ არ ვაკეთებდით თუ მაგრამ კი ესეც ბიზე ვაკეთებდით ხოლმე საერთო ჯგუფს. Facebook private ჯგუფს და კი კი ჩავლინკოთ. კი. მაგ ჯგუფში კი და ბევრი რა ვიცი, აბიტურიენტების ჯგუფში კი არა, ანუ თავიდან გაცვლილი იყო, რომ როდესაც დავდებს ხოლმე ტრენინგების იმას, ეს პოდკასტი შეგვიძლია ეს rilsები გავუზიოთ ჩვენს აბიტურიენტებსაც რა პრობლემაა. მაგაზე ვსაუბრობ ზუსტად რა და სად ეხა უბრალოდ ფოტო როდევს და მოდი აქ, იმიტომ რომ დაგხვდება ეს და სად ანუ ტრენერი რო ზის და გეუბნება რომ ჩემ პოდკასტზე, ჩემ პოდკასტზე კი არა და ანუ ტრენინგზე, აი ეს აქტიობა მაქვს, ეს მაქვს, ის მაქვს და მოვა მე ბავშვი და ვა. კი, მე კი შეიძლება ნამდვილად. ასე რომ აქტიურად უნდა ჩაერთოთ. ფობი. ესე უნდა იყოსო და აი. არა, ნახე იქ წითლ დრო უყავს. ეგა უკვე ცუდი. ხო, პიკი, აი ყვითელიც უკვე ნორმა. მაგრამ აქვს რა დავმინს მაინც ის ხმის ისა და ხო, არა და რეგულირებს გიორგი. მაინც ხო ანუ ზედმეტ საქმეს რომ უმატებ ხოლმე, ჯერჯერობით პრეტენზია არ გამო. ჯერჯერობით. ახალი ცოცხი კარგად გვისო იქ ხარ არის. ო. გიორგი. არა, ისეთი მომენტია მართლა გიორგი, რომ ეხ არ არის თბილისში არ არის და ჩამოსვლა უნდა და მართლა რა მეთქი გააჩერდი, სად მოდიხარ მეთქი, ანუ შენ მაინც უნდა დაამონტაჟო რა, არა, ისეთი მონტაჟი ხო მოვაი კამერებს ასწორებს ისა, მე ბობის უთხარიო რომ ის აისო და აყენოსო 8-ზეო და F1 ანუ ახლა არ გიტანებით გიორგი მართლა იგრეა. ხო, მაგაფუჭებული რო არის მაგიტო ვეტერები. არა, მართლა. არა, ხო, რომც არ გაფუჭებულიყო მართლა იგრე არის კი. მეც რამდენჯერაც მქონია. შენი პრეზიდენტობის დროს რო ყოფილიყო გიორგი, იქნებოდა ძალიან დიდი სიამოვნება. ნამდვილად. მე ძალიან ცუდ დროს ვიყავ პრეზიდენტი. ხო, ანუ ძალიან ყველაფერი მე ვიყავ. მე მახსოვს მართლა შეკრებაზე რომ მოგვიწვია რომ ძლივს მეთქი პოდკასტის ის შეკრებაო, ეგეთი არ არსებობდა ადრე. და თან მაგვიანდება, აუ მეთქი მაგვიანდება რაღაც ეხა მოვალის ამას ხომ მივწერე და ნუ დავიწყებთ და მოდით. შევდივარ ორი გოგოზის მარტო, ანუ ბიბლიოთეკის იმაში ორი გოგოზის მარტო. ახლე მიყვნ ისინი და. ნუ ორი პირველ კურსში ხო, ლიზი იყო ერთი ხარჩელავა და ისიც ხო, იყო ვიცე-პრეზიდენტი. ვიცე-პრეზიდენტი რა, ნუ ლიზი ესწრება ორი გოგოზის მარტო, შევედი მეც, რაღაც ბოდიში დავუძექი და წავიდე გოგოებიც რა, გვეჩქარებაო თუ რა ხდება? კი, ყველაფერს ის мотиваცია და რაღაცა ჭირდებოდა და მეც მართლა მე ვამონტაჟებდი, მე ვაკეთებდი კამერას, მაშ ფობი არ იყო. ხო, ეს გიორგი არ იყო და. ხო, ანუ კამერას მიიწვია. არ არსებობდა. კაი, ნუ მოგლეთ. გადავიდეთ ჩვენ. ჩვენი ტანჯოა და იმას ქენით, ამოუშვით. ხო, ნუ ტრენინგებზე ამოუწურეთ უკვე პროგრამა გავიგეთ. მე მინდა ვთქვა რომ ტრენინგებზე ვერ ამოიწურება იმდენია სალაპარაკო, მაგრამ ხო, ეხლა ძალიან რო არ გავუწევთ. არა, ეხლა ნუ ეხლა ძალიან რო არ დავასწორი. იცით, დარჩება, ხო, უკვე აქ უნდა მოვიდნენ და მე ხო და თქვენითაც უნდა ნახოთ. ჩვენი მთავარი ერთ-ერთი სოთაშორის მიზანიც ეგ იყო, რომ რაღაცაერთი ინტრიგას უგდებთ სკოლის მოსწავლეებს, რომ მე მოვიყვანოთ აქ თუ ყველაფერი გავოთ, საით რა თქმა უნდა, ეხლა აღარ ეხლა თქვენი ლექციები ჩაატაროთ და პრაქტიკაში ასწავლოთ. ასე რომ მეგობრებო, მოდით და მინდა გითხრათ, რომ გამოვიყენებთ დროს და არც ეს ჩვენს ტრენინგზე არ გვითხოვთ, რომ აუცილებლად თქვენ აქ უნდა ჩააბაროთ.
ეს პირდაპირ მარკეტინგი ნამდვილად არ მოგწონს ჩვენს და პირიქით ჩვენ მაქსიმალურად იმაზე ვართ მოტივირებული, რომ ჩვენმა ცოდნა მოიყვანოს აქ, რაც რა თქმა უნდა გამოწვეულია კარგი პროგრამიდან გამომდინარე. შესაბამისად, მაქსიმალურად ვუქმნით ხოლმე, მოკლედ გარემოს და რაც თავარია, არ მინდა ესე წავიდნენ სკოლის მოსწავლეები და რა თქმა უნდა, ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას, რომ შემდეგი თაობა ასევე კარგად ერუდირებული იყოს, რომ ესე დაიჭდეს სკოლის მოსწავლე და იფიქროს, რომ ამან არაფერი არ იცის და მე რა უნდა მასწავლოს. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ აისახება იმაზე, რომ არავინ არ ასწავლა. და ამ თლიან ზოგადად მარტო ჟურნალისტიკის კი არა, ჟურნალისტიკა მოსწავლეებისთვის კი არა, თლიან ამ სკოლის მოსწავლეებისთვის, პროექტებისთვის მთელი მთავარი ნიშა ის არის, რომ თვითონ სტუდენტები ატარებენ ამ ტრენინგებს და ეს რაც იმაზე მეტყველებს, რომ კვალიფიციური ლექტორები კი არ ატარებენ ტრენინგებს, არამედ ჩვენი სტუდენტები, რომლებსაც რა თქმა უნდა ცოდნა დააგროვეს კარგი ლექტორებიდან გამომდინარე. ხო, რაც არ უნდა პროფესიონალი ლექტორი იყოს, სკოლის მოსწავლეს სად ლექტორი რო უტარებს და სად ეგეც რა თქმა უნდა თავისი ისა. გავლენა აქვს ძალიან დიდი კი. და თან სტუდენტებისაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ შეიძლება ცოდნა გვაქვს, მაგრამ სად რო სწავლობ და ცოდნა გაქვს და სად რო სხვას უზიარებ, მაგრამ კიდე უფრო სწავლობ შენ თვითონ. ეს არის ამოჭერით, მართლა ხახმა ამოჭერით, რომ ძველმა ფინიკელებმა იცოდნენ, რომ თვითონ ასწავლოს სხვა. ხო, არის ძალიან აპრობირებული მეთოდია. ამოჭერი და გქონდეთ თქვენ იცით რომ მე ხო ეს პირდაპირ იმაზე. მე ხო მასწავლებელსაც მომაბრალებდნენ რომ შენ მასწავლებელიო და მე ასე ვსწავლობდი ხოლმე ისტორია იყო თუ რაღაცა, ანუ მეგონა თავი მასწავლებელი და რასაც ვსწავლობდი, მე ვუხსნიდი, ანუ არ არსებულ საზოგადოებას ვუხსნიდი ხოლმე და ჩემი გარდერობი იყო, ჩემი დაფა და ანუ ძალიან მეხმარებოდა ეს მართლა. ანუ ეგრეა, ძველი ფინიკელები მახრები იყვნენ, რომ თუ გინდა ისწავლო, სწავლოს. ასე რომ მეგობრებო ჩვენც ამით ფინიკიელებზე სუის მახსენდება ფინიკი და მაგას სუის მახსენდება ალექსანდრე მაკედონელი აჭმევდა თავის ჯარისკაცებს ფინიკ. იცოდეთ თქვენც რომ უფრო ძალიან ისე ჯანზე იქნება. ქართველები იმას ჭამდნენ სხვათა შორის ჩურჩხელას, იმიტომ რომ იგივე დის აქვს ჩურჩხელასაც. ძალა, ანუ ძალიან მსუყე არის, დაგანაყრებს და თან მარტივისად მსუბუქი ატარებელი და ხო, ომში ატანდნენ ხოლმე. კი. ძალიან საინტერესო ჟურნალისტიკა და ომში ჩურჩხელის გატანა. ანუ არის ძალიან ახლო. ძალიან, აი ჟურნალისტიკა ხო ბევრ თემას ფარავსოთ რომ ხო ვისაუბრეთ და ანუ აი ყველანაირად ზოგადად პოდკასტების მთელი მუღამი ხო ის არის რომ რაღაცა ახალი გაიგო და გავიგეთ. მიეძმოედები ყველა. ხო, ჩურჩხელებს ატანდნენ ქართულ მეომრებს. ნუ ტრენინგების ის ნაწილი, რაზეც უნდა გვესაუბროთ. დღევანდელი მოკლედ გეგმა შესრულებული არის და ახლა დაგისვამთ ტრადიციულს ვერ დავარქვენ. ეს თუ პირველ ეპიზოდს დაიდება, ტრადიციული არ გამოდის. ამიტომ მოდი რა ხან პირველ ეპიზოდად თუ დებ უკვე. აუხსნი. რა დადოს ახლა ბოლოს? არა, ეს მენა, არა, გიორგი არის პრეზიდენტი. ხო, ანუ გიორგი რომელიც ანუ ესეთი მონდომებულია და ბექში მუშაობს და ამონტაჟებს და რაღაცა თქვენ ვერ ხედავთ, ეგ არის პრეზიდენტი. ხო, მაგრამ ანუ ვინ წვიტავს პირველ დაიდება თუ არა? გადაწყვეტით მე ვწვიტავ, იმიტომ რომ სერია პოდკასტების სერია მაინც ჩემი არის. კი ბატონო. ხო და ნუ დაიდება, ეს დაიდება პირველი რა. იმიტომ რომ ამის ნახვის მერე უფრო გაგვიჩნდება ხალხსური რო შემდეგები ნახოს. ჯერ რასაც იმედი არ გაუცვლება, მე მოლოდინე. ხო, არ. და ჩვენ აღარ იქნება. ნუ მე, ანუ ნახე სხვა ეპიზოდებზე ანუ ცუდია თქო კი არ ვამბობ, მაგრამ აი მე რო მეყურებინა შეიძლება არ მომწონებოდა რა და აი ამ ეპიზოდს რო მეყურებინა კიდე რაღაც უცებად ანუ აი ეს ძალიან მომეწონებოდა. მოდი შემდეგი ჩავრთვა იქნებოდა. რახან ეს არ იქნება აუიარ და მისალმებაც ეთი მქონდა რომ სხვა ეპიზოდებში ეგრე ვესალმები აჩვენებს იმსუთი. ნუ აწი იცოდეთ რომ შემდეგ ეპიზოდებზე ეგრე მოგესალმებით და ხო ტრადიციული აღარ გამოდის, ამიტომ ეს იქნება აწი ტრადიციული შეკითხვა. და რა შეკითხვა ეხა ავატარი, ნუ თქვენ როგორც გავიგე უკვე არ გაქვთ ნანახი და მაყურებელში ვინც არის ავატარი ოღონდ ის ჰაერის ბრძანებელი ის არის რომ აქ ეგ ვისაც არ გაქვთ ნანახი, მოკლედ აგიხსნით რომ მაგ სამყაროში, რაღაც სამყარო ერთ სადაც არიან ელემენტების რაღაც მართველები რა, ანუ წყალი, მიწა, ცეცხლი, ჰაერი და ნუ შესაბამისად ეგ ხალხიც რა, რომ აი მიწის ტომში ვინ ცხოვრობს ძალიან ანყალებს. არა, ვფიქრობ რა უნდა ვთქვა. მაგაზე? გამოვიწყდა შეკითხვა. მოკლედ მე მოდი ავხსნი მაქსიმალურად და თქვენ მოამზადეთ თქვენის. რომ მოკლედ ანუ აი მაგალითად მიწის ტომში, ნუ მიწის ხალხი ცხოვრობს და რამოდენი ზოგი არის, ვინც რაღაც მიწის მართვა შეუძლია და ამ სამყაროში არსებობს ერთი ავატარი, რომელსაც 4-ივე სტიქის მართვა შეუძლია და ნუ უძლიერესი არის შესაბამისად და მისი მოვალეობა წესრიგის დაცვა. თან აქვს სულიერი სამყაროც არსებობს, რაღაც სულების სამყარო იქაც და სულების სამყაროსთან კავშირიც რა. ნუ ეს უბრალოდ მონახაზი რა, რომ მივიდე რა ბოლომდე და ნუ ნახი აქ.
იცის რა. გვახარდობას რო არ ვქონდეს რა ნახი და მაქედან გამომდინარე რომ ისმე. ნუ ინსპირაცია მაქედან ავიღე რა მოკლედ ხო და ანუ ბევრს რო აღარ მივედმობედო მოკლედ ეს ავატარები ვინც არიან ანუ როდესაც ამოწურავს თავის ცხოვრებას და გარდაიცვლება ავატარის სული გადადის უკვე სხვა ადამიანში და ის აგრძელებს უბრალოდ ანუ ის სული იგივე არის რა ავატარის თავის ინდივიდუალობა შეძენს ანუ ხორცილად სხვა არის სულიერად იგივე სხვა არის მაგრამ სული აქ იგივე და ნუ რო გადავა სხვა იმაში თავის ამ ადამიანის თავის პიროვნებასაც გაატანს რა მოკლედ ასე ვთქვათ შესაბამისად ანუ ყველა ავატარს აქვს თავის წინ ავატართან კავშირი სულიერი და მოკლედ ამ ავატარში რომელზეც მე ვსაუბრობ მაგ მულტფილმში არის ესეთი ნაწილი უკვე ბოლოსკენ რომ აი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ავატარმა ეს სპოილერი არ იქნება მოკლედ გეტყვით რომ მოკლედ ანუ არის ომი ცეცხლის ხალხმა დაიწყო ომი და ცეცხლის ბატონი ვინც არის უნდა რომ მთლიანი სამყარო გადაწყვას და ფენიქსივით ახალი ხალხი აღმოცენდესო რა და ავატარს სხვა გზა არ რჩება ანუ ყველა ეუნება რომ უნდა მოკლას ეს ცეცხლის ბატონი და ეს არის თვითონ არის ჰაერის მართველი ჰაერის ტომში არის გაზრილი და ჰაერი ძირითადად არის სულიერი ისენი ბერები ანუ მე ასე ფლეშბეკებად მახსენდება ანუ ნანახი მაქვს რაღაც ეპიზოდები მაგრამ ეს შინაარსობრივად არ მახსოვს თორე ვიცი და რო დაფრინავს რაღაც ხო და ეგ არის ჰაერის იმიდან რა და აი ჰაერის ისენი არიან უფრო სულიერები და უფრო ის აი როგორც შაოლინის ბერები როგორც არიან დაახლოებით ეგრე რა და ამისთვის მოკლა არ არის რა ანუ მიღებული ის იმიტომ რომ თითო ნებისმიერი რაღაცის სიცოცხლე მნიშვნელოვანია და არ იცის რა ქნას რა და შესაბამისად რა უქნაო რო არ იცის თავის წინა ავატარებს დაუკავშირდა სულიერად და მოიხმო რა და ყველა ამ ავატარმა თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე იმათ ხო უკვე ნაცხოვრი აქვს და ყველა სხვადასხვა პერიოდში აქვს გავლილი რა მოღვაწეობა ასე ვთქვათ და ყველამ თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე დაუტოვა ეს რჩევა რომ ანუ რა შეიძლება ოღონდ ანუ ის კი არა რომ შენ რა ქენიო და ისო ყველამ დაუტოვა უბრალოდ თავისი სიბრძნე რა რომ მე რო ესე მექნა თავის დროზე ისო და შენც რაღაცა მიიღე ხა შენი გადაწყვეტილება ჩემი სიბრძნიდან რა რამოდენიმე ავატარმა ეგ დაუტოვა ხო და ამ ეპიზოდის კი არა და პოდკასტების სერიის სულიერი ჩამდგმელი თუ რაღაცა ბოლო ის რაც ქვია იქნება ეგ რომ ყველა ჩემი სტუმარი იქნება ერთგვარი ავატარი თქვენ იქნებით პირველები. თქვენ ვერავინ ვერ დაგიტოვებთ მაგ სიბრძნეს. ამიტომ უკვე დატოვებული. მაგრამ თქვენ ვერ აღარ დაგიტოვებენ. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ იმათ ირჩევათ. თქვენ გადაცემთ ვინ შემდეგ მოვიდიან? ხო. არა მე არ გადავცემ. აბა ვისუტო. დაიდება ეს ეპიზოდები და ნახავენ. მაყურებლისთვის არის რჩევა და თვითონ ისენიც ნახავენ და რას ქვია გავიდა. მე კიდე მე შევიძენ ამ სიბრძნეს თქვენგანაც რა თქმა უნდა. ანუ ეს ხა ცხოვრებისეული სიბრძნე უნდა დავუტოვოთ ჩვენ. აი თქვენი ცხოვრებიდან რაც ნაცხოვრი გაქვთ ჯერჯერობით, თქვენი პერსონალური რჩევა, რასაც მაყურებელს ის კი არა, აი ზოგადად რა, აი შენ თავს რას ურჩევდი მაგალითად რა, შენი ცხოვრებიდან გამომდინარე. კარგით, მოდი მაშინ დავსვავ. დაიწყებ შენ, ხო, მაშინ არის მოდი ტრადიციულ შეკითხვას დავსვავ. ავატარო სალომე, რა არის შენი სიბრძნე? ჩემი სიბრძნე, ჩემი ამ გავლილი 20 წლისგან არის ის, რომ ნებისმიერ საკითხს, ნებისმიერ თემას შევხედო ორი მხრიდან. ანუ რაღაცაზე მარტივად არ გაუბრაზდე, მალე არ მივიღო გადაწყვეტილება და ყოველთვის სხვისი თვალით, ანუ ვინც თქვათ მატკინა, მაწყინა და ასე შემდეგ, იმის იქნებაც შევხედო, იმის გადმოსახედიდან და ალბათ ეს იქნება და ზოგადად ჩემი დევიზი ეს არის, რომ მოიქეცი სხვას ისე, როგორც კიდე რომ მოგეკცნენ და ალბათ ეს იქნება ჩემი ავატარი, რჩევა, სიბრძნე, სალომე ავატარი სიბრძნე. კი. მე ძალიან მაყოფილი ვარ. ავატარო მარიამ. ავისი დაბადების დღეოდის გაქვს სალომე? 11 ნოემბერს. 11 ნოემბერი? კი. წყლის ავატარი ხარ შენ ჯერჯერობით? აუ 11 ნოემბერი, მაგრამ 11 შენ დაბადები. ხო. მე თუ შეიძლება ავატარო ლეთოთი მომმართეთ, რომ უფრო მეტი გამიგზავნო ჩემს. სერიოზული, ხო? 7 მაისს გაქვს ხო შენ პრინციპში? მიწის, ჩემს ძმასაც 7 მაისსა. მიწის. ესე იგი წყალი და მიწა ყავს რა, ავატარი. როგორ ვეთავსებით ერთმანეთს? კარგად. ხო. არა შეთავსების გამო არა, იქაც ხო ისე არის სტიქიები ხო არის წყალი და ცეცხლის ჰაერი რა. და ყველა ვინც დაიბადება, იმისი ავატარი არის და ნუ ამ შემთხვევაში შენ გამოდიხარ წყლის ავატარი. შენ მიწის ავატარი, ამიტომ ავატარო ლეთო, უკვე ცნობილი. სიბრძნე. რა არის შენი სიბრძნე? რამდენიმე რო იყოს შეიძლება? რა პრობლემაა? პირველი ის რომ კბილებს მიხედეთ მეგობრებო, ბავშვობიდან, ანუ ცხოვრებას გაგიწამებთ. გტკივათ, წადით მეორე დღეს სტომატოლოგთან და იმკურნალით, ანუ ეს არის ჩემი პირველი სიბრძნე.
თქვენს პირის ღრუს მიხედეთ. მე მგონი არა მარტო კბილები, ზოგადად ჯანმრთელობაც. რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ კბილი ძალიან პრობლემულია. თან ეს სისტემატურად პერსონალური რჩევა არის ეს და მაგით სიბრძნე მეგობრებო და მეორე სიბრძნე ის იქნება, რომ იყვნენ გაბედულები ნებისმიერ ასაკში, იმიტომ რომ ეს გაბედული იმას არ ნიშნავს, რომ ცეცხლის ხელი უნდა შეუყვონ და რაღაცები. არა, გაბედულობა ნიშნავს იმას, რომ თუ რამე კითხვა გაქვთ, უნდა დასვათ კითხვა. თუ რაიმე შემოთავაზება გაქვთ სამსახურეობრივი იქნება ეს თუ სწავლის მხრივ, აუცილებლად გაბედულები უნდა იყოთ და დათანხმდეთ და შეიძლება ეს იგულისხმებოდეს გასვლითი პროგრამები, არ ვიცი. რაიმე პროექტი ჩართვა და რაღაცა, იმიტომ რომ გაბედული რო ხარ, ძალიან ბევრს ნიშნავს. გაბედული რო ხარ, ბევრ გამოცდილებას იღებ და აი პატარ-პატარა ნაბიჯებით მე თვით შეფასება იმდენად გიმაღლდებათ, რომ აი ძალიან მნიშვნელოვანი თავდაჯერებული ხდები. მე ეხლა ჩემი გამოცდილებით რასაც ვამბობ, ეს არის რომ ბევრჯერ აი ძალიან კარგი სერიოზული ნაბიჯები არ გადამიდგავს, იმიტომ რომ არ ვარ ჩემ თავში დარწმუნებული და აი მეტად გაბედული რო ყოფილიყავი, შეიძლებოდა უფრო მეტი ბევრი წარმატება მქონოდა რა და ასე რომ იყავით მოკლედ გაბედულები, მეგობრებო, ეს არის ლეთო სიბრძნე, მაგრამ პირველს უფრო დავუჯერებდი. კბილებს მიხედეთ ძალიან გაგაწევებთ მე მეგობრებო. მე ორივე რჩევა ძალიან მეწონა პირადად. თუ სამივე. ხო, არა, სამი, იცით, კბილების რჩევასაც კბილებს გავითვალისწინე, იმიტომ რომ კაკრას მეც ეხლა და ახლახანს დამემართა, როგორი რაღაცა იცი, ანუ ღამე უბრალოდ გამეღვიძა და კბილი მტკივა. ნუ მე რახან სამედიცინო სწავლობ, თან კაკრას სტომატოლოგიაზე დაახლოებით ვიცი რაღაცები და მივედი და ანუ ნახე რომ ანუ კბილს არაფერი არ ჭირს, ანუ შავხედის არ ყიდასა და ანუ თან უშუალოდ კბილიც არ მტკივა, შიგნიდან მტკივა რაღაცა. მეთქი რა ხდება რა, ცივი წყალი დაული ეგრევე და გამიარა. და მეთქი შეიძლება უბრალოდ რაღაცა ის თქო, დილითაც გამაღვიძა კბილის ტკივილმა და ეგრევე მეორე დღეს რომ მივედი, ანუ კბილის შიგნით რაღაცა პიტი თუ მოკლედ ანუ რაღაცა ის და ანუ აი ამ ხელა რაღაცა ჩამიხრიტეს, ვითომ კბილი ბოლომდე, ანუ აი ჩავიდა, კბილი ბოლომდე ჩამიხრიტეს, კალციუმი ჩამასხეს, მე ამ მომიღო და აი იყო და თან დამჭირდა ორჯერ მისვლა, იმიტომ რომ გავტესტოთ თუ რაღაცა, ანუ სამი არხი იყო, ნახან მერვე კბილი, არა მეშვიდე კბილი იყო და ну სამი ისა აქ ფესვი და სამი ფესვი ხო ჩავუღა და ერთი ჩამისხა და ნახულსა და უბრალოდ არ დამიხურა ბოლომდე და მე მეორე მისვლაზე რომ ნახა რომ ეს მომიერო კი აი ყოფილა ესე იგიო და მოდი ეხაო ესეც დავუყოვნო დანარჩენებიო და რაღაც გინდა ანესთეზია მარტო უნდა დავუყოვნო ანესთეზია რაღაც მინდა ამ სიგზე იმაზე ჩავიდა რა ხო მაგრამ ფესვი მკვდარი იქ მე რაღაც ტკივა ანუ იქ არის სენსიტიური და იქ კი არა ой მე ძალიან საშინელება ამ ხილ რაღაცას რო გიყოფენ ანუ აი თან მიჭოს აჭერე რომ ჩავიდე აი მე თან იმითი მოზომენ ტკივაო ხა მეკითხება ტკივაო ანუ თან ანუ ამ ხელა გამაყუჩებელი მისაღასა ტკივაო რომ მეკითხება მაგაზე უფრო ვიზაბები კიდე რა ანუ მეთქი რა მეთქი რომ უნდა მეთქინოს კაცო რისთვის გამიკეთე ანესთეზია ჩამოვიდეს გულაპარაკი მე მაინტერესებს ბევრი რაღაც გავიგე და ეხა ვინ სტომატოლოგიაზე აპირებს შეიძლება აღარ თუნდოდეს ანუ ვისაც კბილის ტკივა ვეღარ მივიდეს შეიძლება ვეღარ თუნდოდეს მე მაინტერესებს ანუ კბილი მაინც არ განმისდია მაგარი ფული აქვს და რა ის ამერიკის მცოდნეობა არა მაგრამ ეს გენა მარიამ ეს ფულზე კი არა ეს ფული არა სხვათა შორის ამერიკის მცოდნეობასაც თურმე ისეთი განხრები ქონია იქ თარჯიმნობა იქ პიარი რომ თარჯიმანი თარგმნებს რა გონია იცი რა ფულს ხევენ გოგო ჩვენი ლელა რო არის ჩვენი ლელა ელექტრონია აბდუშელი ეგრო ის არის რა ქვია დონის მთარგმნელი ანუ თან თვითონაც ადამიანის ეგეთი არის გინდა მე ეგ არა იმიტომ რომ ფული ყველაფერი არ არის მეგობრები არ ვიცი არ ვიცი რა მინდა ისე მაინც დავტოვოთ ასე რომ ჩავაბარე ამერიკის მცოდნეობაზე მაგიტო რომ არ ვიცოდი რა მინდოდა და ჩავაბარე და ეხლა რავი რაც იქნება რა ჯერჯერობით ამერიკის საელჩო ყველაზე კარგი ის არის პერსპექტივა თუ იყო საერთოდ ზოგადად თუ დარჩა საერთოდ ცენზურა არის პოდკასტში არა ნეგატივი მასე მაინდა-მაინც ნუ გადავახსენოთ არ ვახსენოთ მოდი არ ვახსენოთ კარგი არაფერი ისეთი ზედმეტი მოკლედ ანუ ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით და პირველი ეპიზოდი შექმენით აი მეტი არ მინდა ეს პირველი ეპიზოდი არის აი მართლა ანუ აი მეტი არ ეს მე ვარ მეთქი აქ ყველაფერი ედიტინგის გარდა რომ გიორგი დანარჩენი სფერო ძალიან მიხარია რომ ჩემი დებიუტი შედგა პოდკასტში და ამ პოდკასტის დებიუტიც იქნება ამ პოდკასტების სერიაში ნამდვილად ვერც დავამატებ ანუ მეც იგივენაირად ანუ ძალიან მაგარი ეპიზოდი იყო მართლა მაშინ რახან პირველი ეპიზოდია ჯობდა რომ სხვანაირად დამეწყო ეხლა ჩავწეროთ დასაწყისი არა იყოს ეს პირდაპირ იყოს აი აქვე გადაწყდა რომ პირველი უნებრივად შევთავაზოთ უშუალოები ვარ და ისენი ანუ აი ამ წუთას გადავწყვიტე რომ არის პირველი ეპიზოდი და იცოდეთ თქვენს
ძალიან კიდევ ერთხელ მართლა რომ მოიცალე ჯერ ეგერთად რომ დამით მეც სხვათა შორის ანუ რახან უკვე იცის ხალხმა რომ სხვა ეპიზოდების ჩაწერილი ანუ შენი ყავი პირველი ვინც ანუ აი რომ მიუწერე ხოლმე იმაზე რომ სტუმარი ისის და ყველამ რაღაცა რაზე იქნება საუბარი რა ის იქნება ის როდის რაღაცა აი ხარმცალია სამხალია ნუ შეიძლება რომ მიუწერე ანუ სტუმარი მოხდა და როდის პირველივე რა განა ის რაზე იქნება ის იქნება ის როდის და მე რაღაც თუ სალომესაც უნდა და ლიზის თუ არის რაღაცა ისა და რავი ვკითხავ გოგოებს თუ არა და მე მოვალ უეჭველი არანაირი ის რა ზოგმა ისეთი რაღაცები მიპასუხა მეც მაგ პერიოდს გავდიოდი ხოლმე და შენ ალბათ ის ჯერ არ მოგცლე რომ აი ძალიან ბევრს წერო დაითანხმო იმიტომ რომ ფოლო ვარიანტი ყავს წვალება არ დამჭირებია მაგრამ ანუ წესით უნდა ანუ წესი დამჭირებოდა კი არა ვინმეს რო უარი ეთქვა სხვა ვარიანტი მე ხო არა მაქვს ანუ მე მივზევატარებ ტრენინგებზე და ტრენერმა თუ უარი მითხრა ანუ ხო ვარიანტი აღარავინ რჩება იქ მაგრამ ეხლა სადაც ტრენერი არის ადამიანი და ანუ თავის პროგრამა უნდა წესით აქაც უნდა ისაუბროს რა ვიცი ხა გაპიაროს არა ისაუბროს ხო ისაუბროს კი არემ რახანის არის ვიწერთა ისა ეგეც რო ჩავაკდე ხო რომ მარტო იმაზე ვიფსუს ჩაბარეთო კი არ ვეუნებოდიო უსერფლეთ მაგის თქმაც მომინდა რომ თვითონ თამარსაც ეგრე აქვს ნათქვამი თავის დროზე რომ ჩვენ ვაპირებთ პროგრამას და არა იფსუს იმიტომ რომ იფსუს საქართველოს უნივერსიტეტია ანუ საქართველოში არსებული და საქართველოს ვემსახურებით ხო ბოლო-ბოლო და სხვაგან მოგინდებათ ის ხო საქართველოს ის კეთდება და ნუ ეს პოდკასტიც ანუ ბავშვებისთვის კეთდება მე ხანს გავიგე რომ თურმე სხვა უნივერსიტეტებსაც აქვს ხოლმე ესეთი ტრენინგები კი მგონი არავის არა რავი მე არ შემხვედრია კი მგონია უბრალოდ ეს არდებენ ხოლმე საჭიროდ აბა ის პრაქტიკას გადიან ბავშვები მოდი ხარ უბრალოდ რო ის ანუ ესე რომ ხა სურათი მე ადრე მახსოვს იმაზეც იყო საუბარი რომ FM-ზე უნდა გვეყიდა ჩვენი არხი სიხშირე უფრო სწორად რადიოზე რო ყოფილი და ხო მაგრამ ცოტა პოდკასტი იმიტომ ჩვენ ხო არსებობს პოდკასტი უკვე რადიოს წამყვანებიც ვიყავით პირველ კურსზე და გავდიოდით ეთერში ნიუსებს ვკითხავ ან მაგას ჩვენ უშუალოდ გამოსლება არ გვაქვს კამერებთან მუშაობით თორე ეს ვსწრებოდით ხოლმე და წერთ ხოლმე ხმას და პარასკევს 2:30-ზე იწყებოდა არ ვიცი თუ არა ლაივშიც ვიყავით ხოლმე სკესობრის ნახე FM მე ნიუს ვკითხულობდი ხოლმე და ამას ქონდა კლუბების პრეზიდენტები იყო რუბრიკი ჩემოდიოდა შემდეგ და კაფეტერიაში ისმოდა ხოლმე გეიმ რუმში დინამიკები ხო აყენია და შენ რომელ უნივერსიტეტში ეს არ დადიოდა მგონი უნივერსიტეტში მე ხაც არ დავდივარ ისე რომ ისოდეთ მაგრამ ანუ მე მარტო შუალედურების და ფინალურების სკოლებით ვაბარებ ანუ იმიტომ რომ ისა მაქვს ანუ მოსვლა ძალიან მიჩის ხო ეს მანქანა ცხოვრებაში არ მდომებია ანუ რავა ამაღები მართვის მოწმობა ამაღებინეს ანუ ძალით ამაღებინეს კაცი ხარო და ეხა ოჯახში რომ დაგჭირდესო აიღეო და აი მე მეზიზღება მანქანები თან ანუ დროის როგორი ზიზღით იყო ნათქვამი ეს მეზიზღება აი მანქანების ტარება და ის არის აი ჩემს არის უდიდესი დროის ფლანგვა იმიტომ რომ მოვდივარ ხოლმე მარშრუტკიდან ავტობუსით და რაღაცა მოვდივარ ჩაუქროლ ზაშია ხან მეცადინეობ ხან უბრალოდ კითხულობ ხან უყურებ რაღაცას ანუ დროს არ ვხარჯავ რა და ეხა რომ ზიხარ და ატარებ ანუ ეგ არის ჩემთვის აი დროის ფლანგვა რა და თან ამ ხელა გზაზე მაგრამ ეხა უკვე მომინდა, ანუ ეხა უკვე დავიწყე რომ ერთ შევაგროვო მანქანების ფული, რომ რამენაირად ჩავაბარო უნივერსიტეტში, ავიღო დიპლომი, რომ ანუ იმიტომ რომ ძალიან ისე არის მან მართლა, რომ აი თან ზოგჯერ არის ხოლმე კვიზი, შეიძლება ერთგულიანი, მაგრამ ყოველ ლექციაზე რომ კვიზ წერ თითო კულა ხო ბევრი არის. თან კიდე მოდიხარ კვიზზე, ანუ 5 წუთის გამო უნდა მოვიდე 2 საათიან გზაზე, რომ მე ისევე 2 საათიან გზაზე უკან წამოვიდე. და ეგ არის რაღაცა ჩემი ცხოვრების ტრაგედია. აი მისჯილი მაქვს რაღაც სოდვების გამო დავისაჯერო იფსუარი აქ. თორე აი დანარჩენი აი მაგიტო შეიძლება არც მესმოდა მაგიტო არ მოისმინე. იმიტომ რომ მე არა ვარ უნივერსიტეტში არა ვარ, მაგრამ არა ვარ. ანუ ეხლა შენ მანქანის ყიდვას რო ფიქრობ, ესე იგი მაგისტრატურაზეც აქრჩე. მაგისტრატურაზე უეჭველი. ხო, თან კურსდამთავრებულებისთვის 240 ლარია მეგობრებო. ისე კურსდან ისე 1900 კურსდამთავრებულები. აშშ საგარეო ურთიერთობები რო დაამატეს. კი, კაი სამაგისტრო პროგრამა გვაქვს. მეთქი ეს ხა არ დაამატეს. აშშ საგარეო ურთიერთობები მგონი არ ერქვა ეგრე. არასდროს არ შემოხვედრია, ეხა შემოხვდა მეც და. შეიძლება ხა დაინტერესდა. არა, მე მაინტერესებდა. თან ეხა ანუ ამერიკის მცოდნეობაზე ვსწავლობ და ამერიკის მცოდნეობის დამფუძნებელი ჯერჯერ ჩვენი დეკანი არის და აქ არის და თან ჩემი ლექტორიც არის. ნუ მოკლედ ანუ სანამ საშუალება არის, მაგრამ ანუ მაგისტრატურაზე ხა სხვაგან აი უკეთესი შეიძლება რომ ჩავაბარო, ხო ხვდებით. მართალია. აი ვაკეში მცხოვრები რომ ილიაში არაბარებს და იფსუში აბარებს კიდე ცალკე ოჯახის საკმარისად მაძლევენ მაგ შენიშვნებს. არა თან ანუ აი დედა ჩემიც
პრობლემა ქონდა რაღაც ამერიკის ოცნება. უბრალოდ ანუ რა გინდოდა მან და დიღომში ატო ჩავაბარო. მან და იფსუდა ამერიკის ოცნება და სად ჩავაბარო. მე ხარ ის ამერიკის ოცნება არის კიდე თესეუშიც კაგრას. ჩემი სახლის გვერდზე უბრალოდ ქართულენოვანია და თან კიდე რავი რა მინდა ასე ვახარი. ქალბატონი თამარი აქ არის, აქ ასწავლის, თან ინგლისურად არის აქ რა და რავი რა მინდა ეხა. კაილა ყველგან კი არ არის საყვარელი. კაილა იცით თქვენ? ჩვენ ვართ ჟურნალისტები და ეს არ შემახსენებია. მე რა ვქი რატომ მიდოდა ჟურნალისტობა? ხო მაგრამ ანუ სად გადაიყვეთ ეს კი მაგრამ. კაილა არის რა ვიცი მე ამერიკის ცოდნეობა ზოგადად აღიარებული ლექტორი არის რომ ხო მაგრამ რა არის კიდე? სხვა შეს იყო ეხა ჩამოსული მე ესე. და ისე არის ეხა კიდე კაილა? ანუ მე კაილასთან არ ეს არ დადის უნივერსიტეტში. არა მე კაილასთან არ მისწავლია, მაგრამ მე მისწავლია ებისთანები, იცით ებიგაილი? ხო, ები არ ვიცი. და ჯეიკობი. აი ეგენი იყო ჩამოსულები, ეგენიც მოწვეული ლექტორები, ბეისბოლის კლუბი ჯეიკობთან ერთად. რაღაცა უკვე. ნუ ებისაგანი მაქვს გაუვლილი კიდე და ეხლა აღარ არიან. რაღაცა პარტნიორობა თუ რაღაც რო შევწყვიტეთ, ანუ ნეგატივი არ მინდა თქო, მაგრამ მაგის გამო მომპარეს ლექტორი ვერ გავიგე. არ გვინდა ამაზე საუბარი. არა კაილა თუ დარჩა და ისა ძალიან სასიამოვნოა მაშინ. ნუ მე ვიცი ყოველ შემთხვევაში. მადლობა მეგობრებო. მოდი მესამე ჯერაც მადლობას გადაგიხდით რომ მოხვედით. დასრულება ყოველთვის ის არის რა დამშვიდობება ყოველთვის რთულია ესეთი კარგი. ის როგორ შემოგარგება? სალომე ძალიან ეჩქარება ასე რომ. აი სალომე პრობლემა. თუ გინდა შენ გაიქესი. გიორგი აქეთ ამხარეს დატოვეთ მაგრამ. დაგტოვეთ. ხო ნუ მოკლედ ანუ მართლა მე მესმის რომ გადატვირთული გრაფიკები გაქვს და ანუ მეც ეგრე და რომ მოიცალეთ და მოხვედით და დამთანხმდით პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა. ნუ პირველ რიგში მადლობა უნდა გადაგიხადონ აი იმ მოსწავლეებმა, ვინც მოусმეს ამ ყველაფერს და მოვლენ მერე და მერე უკვე მიხვდებიან მადლობა რატო ექნებათ მოსახდელი და ხო ნუ თქვენი რჩევაც უკვე მივიღე, ანუ მართლა მე დარწმუნებული ვარ რომ პერსონალური იმიდან გამომდინარე არის ეგ რჩევები. და ნუ მეორე ეპიზოდი დაგიბრუნდებით, რომელიც ჯერ არ ვიცი ვინ იქნება, ეს იქნება პირველი ეპიზოდი რა და აბა ჰეთხალ. მე არ დამშვიდობა? დაიმშვიდობა. მე ზაგემშვიდობთ მეგობრებო, ნახვამდის. კარგად იყავით და იმედია გაითვალისწინებთ ავატარი ლეთოს სიბრძნეს წარმატებები თქვენს. რა ვიცი, თუ დაგჭირით მე ისე კომფორტულად ვარ, კიდე შემიძლია მოვიდე. ხო, სექტემბერში კიდე ჩამოვიდე. კიდე შემიძლია მოვიდე. წარმატებები თქვენს პოდკასტში, წარმატებები ჩემ დაქალსაც და წარმატებები თქვენს მეგობრებო. ბაი. კარგად. კარგად.